ვერ გამდიდრდები თუ შენ დროს დამქირავებას მოახმარ. მოდი ვეცადოთ შევქმნათ რამე ღირებული და თუ სწორ ბიზნეს მოდელს მიუყენებთ ღირებულს, ფული მოვა. უნდა გააკეთო ის, რაც შენ ყველაზე მეტად სიამოვნებს და რაც შენთან ახლოს არის რა. დიახ, მუყაითობა მნიშვნელოვანია და გვერდს ვერაული, მაგრამ შენი ძალისხმევა სწორედ უნდა მიმართავ. ნუყრით ხახნო უამრავ ფულს აკადემიურ სწავლა განათლებაში. სანამ არ დაწერ შენსას და არ გაიჭირვებ მაგაში და მართლა არ წაიმტკიץ ხვირს, ვერ იტყვი რომ ეს ვიცი. იქ სადაც დიდი კონკურენცია, თუ მაგარი ხარ, ალბათ ბევრად მაგრა გამვითარდები რა. მაგარ გარემოში მაგრობა გირჩევნია, ვიდრე ისე რა გარემოში ძალიანագրობა. ბედნიერება არის კმაყოფილება იმით, რაც გაქვს. წარმატება კი კმაყოფილების შედეგია. არჩევანი შენზეა. შინაგანი სიმშვიდე და სიჩუმე არის ბედნიერება. საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად მოეკიდები, შენ უბრალოდ მაიმუნი ხარ, რომელსაც აქვს გეგმა. სიბზნე არის გესმოდეს შენი ქმედებების გზელვადიანი შედეგებიო. მე არასდროს ვერ ვილობ მომავალზე, იმიტომ რომ ის ძალიან სწრაფად მოდის. გილოცავთ მეგობრებო, უკვე 2026 წელია, ცოტა უცნაური სიტუაციაა, მე ხარო სადაც ვარ, ჯერ კიდევ 2025-ია, მაგრამ თქვენ როცა გვიყურებთ, უკვე 26-ია, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ რა თქმა უნდა ზრდას და განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა 2025 წლისთვის თქვენი მხარდაჭერისთვის, რომ გვისმენთ და რომ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი და ვისაც არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, დაგვიტოვეთ თქვენი უკავშირი კომენტარების სახით, იმიტომ რომ ეგ ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა არის. მე ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ციფრულ კონტინგენტს, სტუდია, სადაც ვახორციელებთ ყველა ჩვენი ეპიზოდის ჩაწერას და რაც მთავარია, ასევე მინდა გადავუხადო მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, რომელთა შესახებ ინფორმაციაც შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში იხილოთ. ეხლა კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. გაბო, გამარჯობა. შენ უკვე გილოცავ დამდეგს, იმიტომ რომ ჯერ 2026 არ არის. მეც გილოცავ დამდეგს და ასევე გილოცავთ 2025 წელს გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ლევან, ივი. ძალიან მაგარია. ხშირად გეუბნებოდი ხოლმე, რომ აი საშენო საქმე არის, რაც ეხლა აკეთებ. შენთვის მოიგონეს პოდკასტი. ხო, პოდკასტი, რომ რამდენჯერ გვისაუბრია ესე და აი სულ რაღაც წარმოგიდგენდი ამ ფორმატში, რომ ესე და მაგარია საქმე რომ დაიწყეთ, მიხარია. ურჩევს ხვებსაც რომ უყურონ და გისურვებთ 2026-ში ძალიან მაგარ სტუმრებს, მაგარ ინიციატივებს, ბევრ წიგნს და ასე შემდეგ. მადლობა. დღეს შენ გარდა იმისა, რომ ხარ სტუმარი, ხარ იმ წიგნის, რომელიც წიგნის გარშემოც უნდა ვილაპარაკოთ, იმ წიგნის წინა სიტყვების ავტორი და მაგის გამო ძალიან დიდი მადლობა. შენ წიგნი არის ნავალ რავიკანტის ალმანახი, ჩვენი მეორე წიგნი, რომელიც ვთარგმნეთ და მე მინდა პირდაპირ გადავიდე იმ სიბრძნეებზე, რასაც ნავალი გვთავაზობს და მე ჩაგეკითხო შენ და მე ვიმსჯელოთ საერთოდ ჩვენ ერთად მაგის ჩვენ აზრზე, ასე ვთქვა და ჩვენ რას ვფიქრობთ მაგ თემაზე. სიამოვნებით, დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შემოთავაზებისთვის და ცხოვრებაში პირველად მომიწია, რომ წიგნის წინა სიტყვა არც მქონდა არსად. რაღაც ხო არის, რომ ჩამოწერენ წლის დასაწყისში, ისინი აქვთ, ხო, რა ქვია, სია რა უნდა გააკეთო. და ბიზნესში არ შედიოდა. არსად არ შედიოდა, ეს იყო სავსებით რა სიურპრიზი. რა უცნაურია. წინა სიტყვაობა რო გინდა, რომ შემდეგ წელს დაწერო. მაგრამ ეს გაკეთებულია. მოხდა და ამან ჩემში ის გამოიწვია, ანუ რაღაც ის თვისება აღმოაჩინა უბრალოდ ჩემში, რომ წიგნი დავიდე და ბევრი რაღაც ჩამოწერეთ კითხვის დროს. როგორც წესი, ამას არ ვაკეთებ და მე როგორც წესი ეს წიგნი მალე მავიწყდება და ალბათ ეს ბევრს ემართება, შეიძლება ძალიან ცუდი ჩვევა არ მარტო არ ხარ და მეწმუნე, მე ეგ პოდკასტმა მოსწავლა, თორე წიგნი იყო წაიკითხე, გადადე და გავუწყე. აი სამწუხაროდ ესე და აი ამან რაღაც თვისება, ნუ ამ წიგნის კითხვის დროს გამომიშავა, რომ ვიცოდი ზუსტად რომ უნდა დამეწერა წინა სიტყვაობა, ნუ ასევე გადავხედე სხვა წიგნის წინა სიტყვაობებს, როგორი იყო, ასე ვიყიდე ეს ინგლისური ვერსია იქ ვირა დაწერა, იქ რა სტილში დაწერა და აზზე არ ვიყავი რა უნდა დამეწერა. თუმცა მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ რაღაც მიმართულება როგორც ნუ ფილმიდან გადმოვიტანე ეს, რომ ფილმებზე ხშირად ამბობენ, რომ ნუ მასპოილერებ, ხო? და წიგნის წინა სიტყვაობა ალბათ ეგ არის, რომ უნდა დაასპოილერო ადამიანი და ზუსტად იცოდეს რა ელოდება და მე ფილმში თუ არ მოწონ დაასპოილერება, წიგნში შეიძლება საინტერესო იყოს და მაგ იდეიდან გამოვედი.
და აი მაგ სტილით მოკლედ დავიწყე ეს წინა სიტყვაობა. მოკლედ დიდი მადლობა გამიგზელდა სიტყვა. ეხლა დასპოილერება რომ იხმარე სიტყვა კარგია, იმიტომ რომ მაგ სიტყვის გამოყენებას ვაპირებდი მეც და სპოილერში არ ჩამომართვათ და გაბოს წინა სიტყვაობის პრინციპს გამოვიყენებ და აი შენი მიგნებებიდან რომელიც წინა სიტყვაობაში გაქვს ჩამოთვლილი შენი ფავორიტი მიგნება ყველაზე ისეთი სიამოვნებით. ძიმე მიგნება რომელი იყო ამ წიგნის დავიწყებ იმით რომ ამ წიგნის კითხვის დროს დავინახე ნავალის ტიპაჟი და დავინახე ნავალის მიდგომა რატო დაწერა წიგნი ზოგადად. მას უნდა თავისი იდეა გაეზიარებინა და ეს იდეა არ ყოფილიყო კომერციული. პირველი მაქედონია საინტერესო რა რომ თვითონ ნავალს ეგ წიგნი არ დაუწერია რა. დააწერინა. და ხო, ნავალის ამონარიდები, ინტერვიუებიდან და ტვიტებიდან შეკრა იერი გიორგენსენმა და აწყო წიგნად იქ თავისთავად კიდე თავის რაღაც უნიკალურობაზე სამ წიგნს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანის საჯარო ნასაუბრებიდან არის აკრეფილი წიგნი. და ის მთავარი პრინციპებია გამოტანილი მერე დიდი იდეებად რა და რის თქმა მინდოდა რომ ესეთი open source მიდგომა ხო ეს ღია წყაროს მიდგომა უფრო გავრცელებულია ტექში პროგრამას რო წერენ ადამიანები მაგალითად Linux-ი არის ყველაზე დიდი ესეთი ღია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფა რომელზეც დაშენებულია მერე უამრავი software მაგრამ წიგნებში ეს open source მიდგომა ჩემთვის ახალი იყო რა მე არ მინახავს რომ ესეთი ნაშრომი ვინმეს გამოდებული კონდეს, წაიკითხეთ ყველამ, მე კომერციული არაფერი არ მინდა, თარგმნეთ თუ გინდა და ძალიან მაგარი მიდგომაა, ხო? კი. და ერთის მხრივ არის ის, რომ სხვებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეს სოფლიოში გაავრცელონ. კი. მაგარია და ძალიან მომეწონა ეს. საინტერესო ფორმატია, კარგია რომ აქ ფორმატს შეეხერა, ანუ ჩემზეც ყველაზე დიდი არა, მაგრამ ესეთ პირველი ეფექტი იყო, სრულიად გასაოცარი ფორმატი. ამ წიგნის ხო ეხა წიგნია რეალურად რაღაც ხაზი აქვს, აზრი აქვს, მიმდინარეობა აქვს და ეს თელი ყველაფერი აწყობილია ადამიანის ნალაპარაკებზე რა. გარდა იმისა რომ ეს ადამიანი ნავალ რავიკანტი დავაკონკრეტებ რა, არის ძალიან საინტერესო ადამიანი, ჩემ აქმაში არის აზიური სიბრძნის და დასავლური სიჭკვიანის იდეალური ნაზავი რა, აი საოცარი ნაზავი. ეხლა რაზე ვფიქრობდი, იცი, ეხლა რომ ემზადებოდით ამ წიგნის პრეზენტაციისთვის რა, კიდევ ერთხელ მოვძებნეთ, რამდენი ფული აქვს ნავალს, ესეთი ბანალური კითხვა რა. და ფული აქვს ძალიან ბევრი ჩემი მათემატიკით, შენი მათემატიკითაც და შენი მათემატიკითაც, მაგრამ ამ ვორენ ბაფეტების და ჯეფ ბეზოსების მათემატიკით არის პატარა ბიჭი რა, 120 მილიონი დოლარის დედავატირე ამბავია რა, მაგრამ აი გარი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხიბლელობა ამ კაცში რომ ნავალ რავიკანს თუ მართლა დაგუგლავთ, ნახავთ ალბათ ტრილიონ პოდკასტში რომ უძახიან და ეკითხებიან შენ რას ვფიქრობ ამ საკითხზე. ადამიანი არის უზრუნველყოფილი, მდიდარი ადამიანი, მაგრამ არა ეს არა ხო და ბედნიერი. და მთელ წიგშიც დიდი ნაწილი ეძღვება ამ საკითხს. მთელი მეორე ნაწილი ეგაა. სიმდიდრის და ბედნიერების გზამკვლევი. მე არ ჩათვალოთ რომ ავაცილე თავი პირველ არა, რაც იყო. პირიქით, კაია რომ ეგ თემა წამოწევ. შესავალის სახით მინდოდა ეს მეთქვა და რა მიიქცია ჩემ ყურადღება და მთავარი ეს ერთ-ერთი სპოილერი რომელიც ჩემთან ახლოს არის და ორს ვიტყვი აქედან არის ის რომ ნავალი ცდილობს რომ ტყუილს განერიდოს მაქსიმალურად და იყოს სიმართლეს დამცნეული. ანუ თავისუფლება არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და რასაც ის ამბობს ხშირად ახსენებს სხვადასხვა კონტექსტში თავისუფლება ტყუილისგან პირველ რიგში, თავისუფლება ხმაურისგან და იმისგან რაც მნიშვნელოვანი არ არის რა. აი ეს არის ალბათ ჩემთვის ამ წიგნის მთავარი ხაზი და ამასთანავე ჩემთვის დაკვირვება მე-6 არის ის რომ გულწრფელობა გამომდინარეობს მე აქედან რა. გულწრფელობა ყველა ძლიერ ბერკეტია და რაც უფრო გულწრფელი ხარ მისთვისაც და ნუ ჩემთვისაც ასე არის უფრო მეტად გავლენიანი ხდები ხო ასე ვთქვათ საზოგადოებაშიც თუ გინდა ეს ეგოისტურად აიღე თუ გინდა
სხვანაირად შეხედე, ანუ რაც უფრო გულწრფელი ხარ, ეს უფრო საინტერესოს ხდის. ჩემთვის ესე იყო შემთხვევაში, ადამიანი თუ გულწრფელია, ის თავისუფალი არის ბევრი რაღაცისგან რა. მე რამდენი მომენტი არის წიგნია ან ჭკვიანი ადამიანის ნაზრევია გაზიარებული, სადაც გულწრფელობა და ავთენტურობა ამოდის პირველ ადგილზე რა. და აი აბსოლუტურად მოყვები და უცებ ხა აი გაბოროყვებო და იცი რა აზრი მომივიდა. მე მგონი ნავალი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რასაც არაერთხელ გვითხოვ ჩვენს და სხვები ამბობენ, საკუთარ თავში კონკურენტი ვერ გეყოლება. აი ნავალი არის მაგის მაგალითი. შეუძლებელი არ შედის ამ საყოველთაო თამაშებში რა, თავის თვითონ არის. ნავალ რავი კანტია თავისას უბერავს რა. მე მინდა რომ ეს რაღაც ამონარიდები მაქვს რა ამ კაცის და მინდა რომ ამოვიკითხო და ჩაგიკითხო შენ. ეს ხა რაც წავიკითხავ, ესეთი არის რა. სინამდვილეში თავარი მუყაითი შრომა როდია. ხო, შეიძლება რესტორანში ყოველდღიურად დღეში 8 საათს შრომობდე, მაგრამ ესე ვერ გამდიდრდე. მნიშვნელოვანი იცოდე რა გააკეთო, ვისთან ერთად და როდის. ამის გააზრება გამდიდრებაში უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე მუხჩაუხრელი შრომა. დიახ, მუყაითობა მნიშვნელოვანია და გვერდს ვერაული, მაგრამ შენი ძალისხმევა სწორედ უნდა მიმართო. და მან სუ ეს აზრი მიჩნდება რა, რომ ერთი მხრივ შრომა და მეორე მხრივ რაში შრომობ და რაში ხარჯავ ენერგიას და რეალურად რა ეფექტურობა თუ რაც ქვია მაგას მოაქ ამ შენ ყოველ დახარჯულ ენერგიას ეგ უფრო დიდ დოულად. ხო, მეტად ქმნის დოვლას და შენ რა ინტერესებს შენი გამოცდილებით რომ გაგვიზიარო აი როგორ აღმოაჩინე შერის კეთება გინდა ან ვისთან ერთად ან როდის აი მაგეროს რა ფიქრის ნაკადები იყო. იცი რა, ეს სამივე კითხვა რომლის და რის სიკეთება გინდა ვისთან ერთად და როდის, ალბათ ცალ-ცალკე სამსჯელო არის, მაგრამ მაგას დავუმატებდი ერთს ჩემთვის და აქაც ამოკითხულ მნიშვნელოვან საკითხს, რომ სადაკეთებ ამას რა. ჩემთვის მასე იწყება, ალბათ აი სადაკეთებ, რასაკეთებ და მე დანარჩენ ვისთან ერთად და ასე შემდეგ. სადაკეთებ ის ნიადაგი არის უმნიშვნელოვანესი რა და ეგეთი მომყავს ხოლმე მაგალითი და სხვათა შორის ერთ-ერთ ჩემ სტარტაპს რომელიც ისტორიაში ჩაბარდა ერქვა Cactus Verify და რატო კაქტუსი და მარტივი ის ქონდა რა სულ ამბობდი და ხშირად ვადარებდი რომ საქართველოში სტარტაპერი არის კაქტუსივით რა აი უდაბნოში ხარ და უნდა გადარჩე ესეთი წყლის იმით რაღაც წვეთებით და უნდა იყო კაქტუსივით გამოგივა ეს ეკლები მე აქეთიკე ჩხლეტავს ხებს და ამ ბრძოლაში ანუ ხარ კაქტუსი რა ესე იგი სადაკეთებ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შედარება რატომ მოყავს რომ ნავალი თვითონაც ამბობს რომ ინდოეთის შედარებები ხო ინდოეთის კიდან რა ვთქვა სად გაიზარდა როგორ გაიზარდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ყოფნა უკვე კალიფორნიაში და იქ სადაც სტარტაპებისთვის 60-ია და რო შევადაროთ ისე სცენარეებს რა როგორ არის რომ ხალხი იქ ცდილობს რომ აი როგორც სცენარეზე ახალი ჯიში გამოყავს და ამის მერე ეს რას მოისხავს რა ესე უყურებენ იქ სტარტაპებს რა ეს ბევრ რაღაცას ჩითილს ჩარგავენ ამ ჩითილს ეს წყალს დაუსხავენ ამას არ ვიცი სხვაგან გადარგავენ მე ქოთანში გადააქვს და ესეთ გარემოს ქმნიან იმისთვის შენ წარმატებას მიაღწევ ანუ თუ ხარ ტიპი რომელსაც რაღაც ამბიცია გააქვს და მართლა იცი რა გინდა გააკეთო ეგეთ გარემოში ძალიან დიდი არჩევანი გაქვს, მაგრამ თუ მივდივართ იქ, რომ საქართველოს სადაც კაქტუსი უნდა იყო, რომ გადარჩე უდაბნოში, მან დიდი არჩევანიც არა გაქვს, რა გააკეთო რა. ეხა მე მაგაზე რა კითხვას დაგიბრუნებ ახლა. ერთის მხრივ ძალიან დიდი არჩევანი გაქვს და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ Silicon Valley ან კალიფორნია არ არის კარგი ადგილი სტარტაპისთვის, ანუ მაგას ლაპარაკიც კი არა. და ამავე დროს ერთი კითხვა მიჩნდება სულ. მან თან ძალიან ბევრი არიან. ანუ კონკურენცია ძალიან დიდი არის და შესაბამისად გამორჩეულობის ხარისხი რომელიც შენ გჭირდება იმისთვის რომ ის რაც გინდა გააკეთო უფრო მაღალი თამასაა მაგაში ვიდრე თუნდაც სხვა ბაზარზე რა ხა საქართველოს საკეთ პრობლემა აქვს რომ თვითონ ბაზარი პატარა არის და ამიტომ სკეილინგი როგორ არის მასშტაბირება გიჭირს თუმცა ამავე დროს ნაკლებობა არის
ინოვაციები, რომელიც კალიფორნიაში შეიძლება ინოვაციას აღარ არის, უკვე მეინსტრიმი არის, მაგრამ აქ რაღაცის შემოტანით, ან რაღაცა თემაში სიახლის შემოტანით შეიძლება უცებ მარტო აღმოჩნდე ბაზარზე. კი, მან ეგ არის ხარ ასეთ შენამობ მარკეტზე ინოვაცია, ან ბაზარზე ინოვაცია თუ რაღაც შემოგაქ და აქ ნერგავ, ხო? იდეა ხო შეიძლება შემოიტანო. იდეა შეიძლება შემოიტანო და განავითარო და ეგ ბევრად უფრო მარტივი გზა არის, თუმცა იმაში ალბათ შეგეკამათები, რომ იქ სადაც დიდი კონკურენცია, თუ მაგარი ხარ, ალბათ ბევრად მაგრა განვითარდები რა. და თუ ხარ მართლა იმ საქმეში ჩართული, უფრო მეტი შესაძლებლობაა ვიდრე კონკურენცია. ჩემი დანახვით. სწორედ რო გავიგო მეც და ვისაც გავიგო. ანუ შენი მიდგომა არის, რომ მაგარ გარემოში მაგრობა გირჩევნია, ვიდრე ისე რა გარემოში ძალიან მაგრობა. ისე რა გარემოში ძალიან ხო ალბათ შედარებითია ყველაფერი. კი, ეგრე მიჩნეულია. ალბათ მე როგორც გავიგე, ანუ რადგან არ არის ისე რა გარემოში შენი მაგალითი რო განვაგრძოთ რა, რადგან არ არის ნოყიერი ნიადაგი, უფრო რთულია იყო ძალიან მაგარი რა. კი, ძალიან რთული არის და ბავშვობის ერთი კითხვა გამახსენდა, ეხლა რომელსაც აქ ვერ დავასახელებ, მაგრამ დაახლოებით და გამბავი, არა, გავიგე, ხო, მე მესმის, ანუ იქ უფრო ნოყიერი ნიადაგია, ამიტომ თუ აი ამ მუყაის შრომას თუ დაამატებ, ალბათობა რომ აყვავდე გაცილებით დიდია, მაგას გარემოც ხელს გიწყობს და უფრო სიახლეებზე გიდევს პირდაპირ პულსზე ხელი და უყურებ სატკეთდება ინოვაცია. ხო, ჩვენთან მაგალითად ინოვაცია ტექში აი ეს ღრმა ტექში რა deep text რაც უძახიან პრაქტიკულად არ არის, იმიტომ რომ მაგას ჭირდება უნივერსიტეტის ნაშრომები და ის ხალხი ვინც ამაზე ზის და რაღაც დისერტაციას იცავს. რა არის ეს ღრმა ტექი? ანუ deep tech-ი არის მაგალითად ისეთი ტიპის ინოვაციური მიღწევები, რომელზეც ნამუშევარი აქვთ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს. ან მაგალითად ჩიპის დონეზე ინოვაციები, არ ვიცი, აი AI-ის ინოვაციები ხო ეგეთი იყო სულ რაღაც. ეხლა როგორც წამოიწია ეს AI 80-იან წლებში ნაშრომიდან იყო ეს აღებული მთავარი პრინციპი რა. უბრალოდ ეხლა გახდა ხელმისაწვდომი. უამრავი ესეთი რაღაც deep tech-ი არსებობს, რომელზეც მუშაობენ რეალურად შეიძლება თაროზე ქონდე ჩემოდებული ან ხალხს, მერე მივიდეს ბიზნეს ტვინის ადამიანი და მათთან ერთად შექმნან უკვე ისეთი გასაოცარი ტექნოლოგია, რომელზეც მე დანარჩენი რაღაცეები ესე ფენებად ეწყობა რა. თან ერთის მხრივ რაღაც სხვა სფეროებში განვითარებამ ხელის შესაძლებელი გახადოს იმ კონკრეტული იდეის ხორჩესხმა და გახდეს აქტუალური და რელევანტური რა იდეაში. ბევრი იდეა შეიძლება დღეს გვეჩვენება განუხორციელებლად, მაგრამ რაღაცა მოხდება რაღაცას სხვაგან განავითარებენ და მე წავა ლიწილიზინით ის იდეა რა. კი. მეორე კითხვა, ანუ ეს მე რაც დავამატე იყო სად იწყებ, აი ჩემ ჩანაწერებში პირველი ეს მაქვს ჩანიშნული და მაგიტომაც ეს კარგად დაიწყო. უდაბნო ჩაწერე ეს. კი კაქტუსი. მე ანუ შენი კითხვა რომ აი რას აკეთებ, ხო ეს რას აკეთებ, მაგაზეც ხო ბევრი რამ არის ნათქვამი, რომ უნდა გააკეთო ის, რაც შენ ყველაზე მეტად გსიამოვნებს და რაც შენთან ახლოს არის რა. და რაშიც ხარ შეიძლება ეს პროფესიონალი და რომ იცი რომ ამ საქმეს რო დროს დაუთმობ, ეს არ მოგბეზდება და არ შეგაწუხებს. ეგ არის ალბათ ესე რომ მარტივად გადმოთარგმნო მაგის მუღა. მან დაგიკითხები თან, იმიტომ რომ ზუსტად წიგნიდან ერთ-ერთი საკითხია რა. ეგეთ ჰიპოთეზას ამბობს ნავალი რა, გვთავაზობს ნავალი რომ როგორ წესიო ეს შენი სპეციფიური ინტერესი, შენი სპეციფიური ცოდნა მომდინარეობს რაღაც გატაცებებიდან, რომელიც ადრეულ ასაკში ქონდა რა და ეხლა რამდენადაც მე შორიდან, მაგრამ ვიცნობ შენ და რა შეხებაც ქონია, ვიცნობ შენ საქმიანობას, ეს სულ რაღაცა ფორმით ტექთან არის კავშირში რა და ეხლა ტექსაც ახსენებდი და რამენაირად ამ ჰიპოთეზის დასტური შენი ისტორია არის, ანუ რამე კავშირი აქვს ბავშვობის გატაცებასთან? იცი რა არის, აი მარტო ტექი რო აიღო,
მან შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ აი მიზიდავს მიყვარს, მაგრამ ინოვაციური რაღაცე მიღწევები მაგალითად არ მეშინია, რომ AI შეგვჭამს. თუ შეიძლება ამაზე თქვათ, რომ ეგ ტექ ტიპად წარმოგაჩენს, მაგრამ მაგის გარდა ხო, ანუ ზოგადად სულ მიყვარს ვარა ესე ადრეული რაღაცების აღმოჩენი, აი ვიღაცამ რაღაც გააკეთა, რანაირე გავტესტოთ. მე აი სხვას თუ კიდე ესეთი ცნობის მოყვარეობა რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ, რომ ეს ცნობის მოყვარეობა სულ მაქვს, მაგრამ ცნობის მოყვარეობა მე ამ ტექში ხო ყველაფერი შეგიძლია გააკეთო რა და იქ შიგნით უკვე რას გააკეთებ, ეგ მოდის ალბათ უფრო მიდან რაც შენთან ახლოს არის რა. ყოველ დღე 5 ლარის დახარჯვის მაგივრად. ეგ 5 ლარი, რო დაგეინვესტირებინა ამერიკის ეკონომიკაში, კერძოდ S&P 500-ის ინდექსში, ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით 15 წელიწადში გექნებოდა 60,000 ლარი. მოდი ხა გადახედე შენ ყოველდღიურ ხარჯებს. დარწმუნებულად იპოვი. რაშიც ხარჯავ 5 ლარს, ან თუდაც მეც, თან ისე რომ დიდად არც კი გჭირდება ეგ რაღაცა. ხო და მოდი შეეშვი მაგაში ფულის ხარჯვას და დაზოგილი ფულით გადადი ვიდეოს აღწერაში მოცემულ მულზე და ჩვენი თანამოაზრის საქართველოს ბანკის მობილბანკით და იწყე საფონდო ბირჟებზე ინვესტირება. თუნდაც მაგ 5 ლარით. შენი ორი სტარტაპი არის, ერთი რაც დღემდე არის მე მგონი, ხო, მემოგრამი, ხო, მემოგრამი მე გიფერთან ერთად. ეგ არის ეხაც კი. პრინტომატო. ორი რაღაცნაირი ტეკის და ფოტოს ნაჯვარი გაქვს ორჯერ გაკეთებული რა და მაგამდე ერთი იყო სუპირველი ფოტორატორი მოკვდა და გადაიქცა მე უფრო აქტიურ ბიზნესად რომელზეც ნახეთ მეტი მოთხოვნა და ეს იყო ივენთებზე რენტალი არაფერი დიდად ინოვაციური მაგრამ ნუ წაიღო იმუშაო დღემდე მუშაობს 11 წელია ეგ მაგრამ ნუ ამასობაში კიდე 4 სტარტაპ ცდელობა მქონდა და რა კავშირია ამ ფოტოს და ტექსტს შენ გატაცებას ამ ბავშვობას ან სპეციფიურ ცოდნას? აი რატომაც დავიწყე თავიდან ეგ ფოტორატორი იყო რომ მაგარი გატაცებული ვიყავი აი ბანკის პერიოდიდან ნუ მაგამდე სულ ფოტოგრაფიით რა და ეს ეგ არის ფოტოგრაფია მეც ეკითხვა გამიშთა სულ ფოტოსთან რატო არის კავშირში რა ძალიან ასე ვთქვათ რაღაც ვიყავი ღრმად ამ კამერებში როგორ მუშაობს ასე შემდეგ და ამისთვის ხშირად ვეკითხებოდი ხალხს რა ვიცი ახლობლებს ვინც ამას უფრო მეც მიხსნიდა და ეს გარკვეული ჰობივით იყო რომელიც მომზდებდა და მეც ვთილობდი რომ განვითარებულიყავი მაგ მიმართულებით და ერთ დღესაც ისე დალაგდა და ისე მოხდა რომ მოგზაურობის დროს რაღაცა ეტყო პიქში ვიყავი ამ გადაღებების და ტელეფონითაც ვიღებდი, ლენტიანი კამერითაც ვიღებდი, დიჯიტალ კამერითაც ვიღებდი და რო ჩამოვედი, მე მომინდა რომ დამებეჭდა ფოტოები. დიჯიტალიდან დაუბეჭდე მარტივად, ნუ ფირი თავისთავად და ტელეფონში Instagram-ი ძალიან ახალი იყო, მაშინ 2013 წელი იყო და ვერ დაუბეჭდე ფოტოები და ვიფიქრე რომ მოდი გავაკეთებ რაღაცა ისეთ კიოსკს, რომელიც შეძლებს ამ ფოტოების მარტივად დაბეჭდას Instagram-იდან. ნუ წამოვედი ბანკიდან ერთად მუშაობდით მაშინ და გადავხდი ამ სტარტაპ მიმართულების გზაზე და ნუ მაგას თავის ისტორია ქონდა ახლა ეს ფოტორატორი როგორ დაფეილდა, გადაკეთდა, გარდაიქმნა მერე სხვა სტარტაპები იყო და ეხა ისე მიუბრუნდი უკან, იმიტომ რომ მივხვდი რომ ბევრად მაგრამ მომწონს ისეთ თემაზე მუშაობა, რომელსაც ხალხისთვის ბედნიერება მოაქვს რა. 11 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ფოტო გვაქვს დაბეჭდილი. 2 მილიონზე მეტი გიფი გვაქვს გადაღებული რა. ივენთებზე რო აი ხა ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რა ქვია მაგას ბენეფიტი კორპორატიულის დროს აი იყო აი აუცილებელი პირობა რომ ეგ რო არ იყოს სად არის ბედნიერება რა და ეხა შემეხმიანა ძალიან შე რო თქვი ბედნიერების მინიჭება მართლა ანიჭებდა ეგ ბედნიერებას ხალხი კი ფოტოგრაფია და დაბეჭდილი ფოტო ესე ბუსებში ანუ ფოტო ჯიხურებში წელს გახდა 100 წლის რა მართლა ხო 100 წლისაა წარმოიდგინე და რაღაცა ეს საკულტურა ხო პოლაროიდის ფოტოგრაფიამაც
ბევრი რაღაც შეცვალა და რაღაცა დაბრუნდა ეხა ეს უკვე დაბრუნდა, პრინტერებით კი. პოლაროიდის ფოტოები ხო ძალიან მაგრა დაბრუნდა რა. დაბრუნდა ფოტოების ბეჭდა ფოტოების ბეჭდა მაგრა დაბრუნდა და რო უყურებ ეხა მონაცემებს მაგალითად Fujifilm-ის წლიურ ანგარიშებს შევხედე და 40%-ით აქვს წლიდან წლამდე ზრდა იმაზე ფირებზე მარტო რა. და ეს იგივე ხდებოდა. ჩვენც გადავწყვიტეთ რომ ხო ჩემი წინა სტარტაპი მოკლედ რა ვსყვებოდი რომ ჩემი წინა სტარტაპი იყო კვალიფიკა რეგულირებად სფეროში, ან ეს იყო ადამიანის ვერიფიკაციის სერვისი. გამახსენდა. ძალიან მოკლედ აი ესეთი სერიოზულსახიანი მძიმე ტექნოლოგია, რომელიც აკეთებდა რას, რომ დისტანციურად თუ უნდოდა რაიმე ორგანიზაციის, მაგალითად ბანკს, არ ვიცი, სადაზღვევოს, გემბლინგ კომპანიას, რომ დაევერიფიცირებინა ადამიანი, რაც მსოფლიოში გავრცელებულია და საქართველოში მაშინ შემოდიოდა რეგულაცია და ახალი ხილი იყო, ანუ გავაკეთეთ ბაზრის ინოვაცია, მე მივხვდით მაგას სამწუხაროდ. აი ჩავერთეთ ისეთ სფეროში, რომ აი ძალიან ტლანქი ბიზნესი იყო რა. ძალიან ტლანქი სტარტაპი გამოდგა, სხვა ქვეყანაშიც რო გახვიდე, უამრავი რეგულაცია უნდა დაიცვა, ბევრ რაღაცას უნდა შეხედო და ნუ მოკლედ ეგ ისე დამთავრდა, რომ მივყიდეთ კონკურენტს. მაგრამ აღარ მინდოდა ეგეთ სფეროში საერთოდ გაკარება რა. და ისევ მეთქი ფოტოგრაფია, ბედნიერება. იგან ეს საინტერესო ისტორია მოკერეთ, რომ პარალელურად ეგ ვკითხულობ პიტერ ტილის ნულიდან ერთამდე რა. და იქ ყვება ისტორიას თავისას ელონ მასკმა რო ცალკე დაიწყო გადახდების სისტემის კეთება X-Circle-ი რო ქონდა და თვითონ PayPal-ი რო დაიწყო და ბოლოს რო შეერწყენ ერთმანეთს 50-50-ზე და მაგას ამბობს, რომ იქ ხო პიტერ ტილი ხო ეს უკონკურენტო ბაზრის შექმნას და მონოპოლიის თემას იმაშვება მიყავს პაკეტკე და შენ რაღაც მაგის და მაგვარი გააკეთე, მაგრამ გამოსვლა გინდოდა მაგ ინდუსტრიიდან რა თუ არც კი ძიცია რომ მერჯერი ყოფილიყო და არა თქვა გაყიდვა და გამოსვლა. ცოტა არ იყოს და დავიღალე რა. სიმართლე გითხრა, ანუ ეს Cactus Verify-იც მაგის გაგრძელება იყო. და რატო დავიღალე თუ საინტერესოა. როგორ არ არის საინტერესო, რამ დაგავა. ხო, რამ დამღალა. მოკლედ ეს კვალიფიკა იყო თავიდან ჩანაფიქრი, რომ შემოგვეტანა ბაზარზე ეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც გამოიყენებდნენ ეს კომპანიები თავის საქმისთვის და ჩვენ მივაწვდით ამ სერვისს. მაგრამ თავარი ჩანაფიქრი იყო, რომ ეს გვეკეთებინა როგორც გლობალური სტარტაპი, ანუ მაგ ამბიციით რა, პირველადი დაწყების მუღამი ეგ იყო, რომ აი ეს გავაკეთოთ, მოდი აქ პატარა ბაზარზე, რაღაც შევისწავლოთ, კლიენტები ავიყვანოთ, მე სადაც მივიდეთ აქსელერატორში, ავიღოთ ფანდინგი და ავიდეთ სხვა ბაზრებზე გავფრინდეთ, როგორც უყურებდით, რომ აი ვერიფმა მილიარდი აწია, იმან ისაწია, იმან ისაწია და მაგ ენთუზიაზმით შეუდექით საქმეს. პირველი ნაწილი რომ საქართველოს ბაზარზე გაგვეკეთებინა და აქაური ბაზარი აგვეღო კარგად შევასრულეთ, ანუ 1.5 მილიონი ვერიფიკაცია გავაკეთეთ ჯამში და 13 ბანკიდან 900 ვემსახურებოდით გემბლინგებიდან ნახევარს რა ვიცი ბევრი ის ქონდა რა კარგი კლიენტი ყავდა და ტექნოლოგიაც რაღაც კომპონენტების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით შევადგინეთ და მაგრად მუშაობდა რა ნუ მაყოფილი იყო ხალხი აქსელერატორში მოვხდით 500-ში მოვხდით ბერკლიში სან-ფრანცისკოში და აი მთავარი ყურადღება ქონდა რომ აი მოდი დროზე გავიდეთ ისე რაღაც ამერიკაში, ევროპაში მივიტანოთ ეს, მაგრამ მე გვიან მივხვდით, რომ ვიღაცას ეთქვა ისე, რა ვიცი. უთხარი ეხა. ანუ გავაკეთეთ რეალურად, მაგრამ გაუაზრებლად მარკეტზე ინოვაცია, ან ბაზარზე ინოვაცია, market innovation გავაკეთეთ რა. ტექნოლოგია შემოვიტანეთ ისეთი, რომელიც აქ არ იყო. და გიბალად გაგიტანა იქ სადაც იყო და სადაც რო გავედით უკვე აუ ჩემ წინ არიან. აი უკვე მილიარდები აქვს ტიპებს და ისე აქვს ბაზარი ათვისებული და გარკვეულწილად რო რეგულაციებში მონაწილეობას იღებენ რომ როგორ უნდა იმუშაოს და აი მანდ უკვე ხალხს აღარ ჯერო ხალხს რა ინვესტორებს აღარ ჯეროდათ და ვერ დავაჯერეთ რომ აი აგერ მაგარი ბიჭები ვარ ძალიან მონდომებულები და გამოსვლა გვინდა დიდ ბაზარზე, ვეუბნებოდნენ რომ აი ხო საქართველოში ხარ, კი, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ მოდი აბა ერთი ამერიკაში ერთ 3 კლიენტი მომიყვანე და ვილაპარაკოთ რა. ნუ ავიყვანეთ ამერიკაში ვიღაცა პატარა ისინი მოთევზოვი კლიენტები. თვითონ რომ იმაზე გვეწუწუნებიან რომ რაღაცა ფასი დაგაკლებინო რა.
ხო, მოკლედ ტექსტორი იყო და მაგიტო გადავედი, მერე რო ვიფიქრე რომ ცოტა ხანი დავისვენე და რისკეთება მინდოდა ცოტა ხანი სადაც ვიმუშავე კიდე 21-4 თვე. მახსოვს ხო რაღაც უცნაური განაწყვეტილება. კი და მერე წამოვედი და დავიწყე პრინტომატო ჩემ პარტნიორთან ერთად რომელიც გიფერ მემოგრამიდან უბრალოდ გიფერიდან როცა ჩვენ ეს კომპანიები გავერთიენ მასაც იგივე ის ქონდა რაღაც თავისუფალი პერიოდი და გადავწყვიტეთ რომ გავუკეთებინა რამე ინოვაციურ ამ პრინტ მიმართულებიდან. მე ძალიან მომწონს ეგ იდეა რაც არის. თვითონ ვიზუალურად პროდუქტი ძალიან მომწონს პრინტომატო. მართლა ცოცხლად არ მინახია და ეხა გავიგე დააყენე ეხა საჩემხთა რა ქვია იმაში. რამდენიმე ადგილას დავაყენეთ ეხლა წლის ბოლომდე კიდე 4 ადგილს დავამატებთ. რიგიში აყენია, თამაშობანაში დააყენე ხო? აყენია. სად არის რიგში აყენია? რიგიში არის მუდმივზე. ვიცი მოიცა რა რაღაც გამოვტყუე ხა. პრინტომატო არის ახალი ხო და რა სტარტაპი, გასვი. აი გაბომოყვება რა მე რო არ მოგიყვე ხარ შვება. ხო. მოკლედ პრინტომატოს ჩანაფიქრი იყო თავიდან რომ გავეკეთებინა ისეთი მოწყობილობა ჩვენივე გამოცდილებიდან დავინახეთ ეს ნუ აი გიფერ მემოგრამიდან რომ ხალხი გვირეკავდა და გვეუბნებოდა რომ ხო არ გაქვთ ისეთი მოწყობილობა რომელიც სულ ჩემთან იქნება რა და მე გამოვიყენებ თუ მინდა რა ვიცი უფასო დავაბეჭდინებ ხალხს თუ მინდა ივენტზე მივაქირავებ და ასე შემდეგ და ნუ მაგას არ ვაკეთებდით რამდენიმე მიზეზის გამო რა ერთი რომ ну а ეს პრაგმატულად უყურებდით რომ მოდი ახლა ქართულ ბაზარზე ჩვენივე ის არ გვინდა მოკლათ თქვა ბევრმა თუ იყიდა მე ჩვენივე ბიზნესი მოკლა ერთი ეგ იყო მეორე რომ საკმაოდ რთულია ამ გასაქირავებელი აპარატების მეინტენენსი ანუ სანამ ეს მიდის ღონისძიებაზე utardeba რაღაც შემოწმება მომზადება და ღონისძიებაზეც ახლავს თან ადამიანი რომელიც ამას იქთან მომსახურებას უწევს რომ დაბეჭდოს ხალხმა და თან თუ რამე პრობლემა აქვს ტექნიკური მიხებს. ანუ ეს ერთი რომ ტექნიკურად უნდა იყოს მაგარი გამართული, მეორე დავინახეთ ის რომ მოთხოვნა იზრდება ზოგადად ბაზარზე და მოწონთ რა ეს გადაღებული და დაბეჭდილი ფოტოები განსაკუთრებულად ან გიფერზე თუ დაიკლო ამაზე მოიმატა რა. დროთა განმავლობაში არ და პირიქით იყო რაღაც პერიოდი. და ფერი უფრო მუშაობდა ვიდრე მემოგრამი. კი, რაღაც პერიოდი ესე იყო, მე გათანებდა და ეხა ეს გადაუსრო ბოლო პერიოდია, კი და კიდე ის დავინახეთ, ნუ ეს ორი რამ რო მნიშვნელოვანი იყო და დავინახეთ კიდე ის რომ პატარა და კომპაქტური კამერა ინსტანტ კამერის მუღამში, ანუ ინსტანტ კამერას რა აქვს თავისებურება. ფოტობუსი ხო არის ერთი ტიპის იქ რო შედიხარ რა. ინსტანტ კამერა არის თქვა პოლაროიდი კოდაკი ის ეგრევე რო ბეჭდავს რა. მაგის თავი მუღამია რომ ერთი კადრია რა და მეორე კადრი იგივე არ არის. მაგ პრინციპით გავაკეთეთ ეს რომ მარტო ერთი კადრი და მეორეს ვერ აკეთებ. ანუ ინსტანტ კამერა ოღონ ლოკაციებისთვის რა. რომ როგორც მაგალითად ბარში ან კაფეში ან რესტორანში შენ უნდა როგორც ვენიუს პატრონმა ჩანაფიქრი გაქვს რომ იყიდო თქვათ სპიკერი, კარგი დინამიკი, ყავის აპარატი და ასე შემდეგ. ეგეთი საშუალება დღეს ბაზარზე არ არის, რომ დაიდგა შენთვის და კონდეს ინსტანტ კამერა, რომელიც ერთის ხრივ უმარტივესი იქნება მომხმარებლებისთვის, აი მეინტენენსი ექნება 0 ფაქტიურად, აი ძალიან მარტივი. აი უმარტივესი და პლუს კიდე ეს იქნება შენთვის რაღაცა ეს დავარქვი რა მე რა silent marketing machine იქნება რა შენ ჩუმი მარკეტინგული რეკლამირების და მარკეტინგის დამხმარე ასისტენტი იქნება შენთვის არც ერთი hardware-ი დღეს მაგას ვენიუსთვის არ აკეთებს რა ნუ კარგი ყავის აპარატი გაქვს თქვა კი ილაპარაკებს ამაზე ხალხი რომ კარგი ყავა კარგი სპიკერი გაქვს კარგი საუნდია მაგრამ გძელვადიან ეფექტში არც ერთი device-ი იმდენს არ აკეთებს რამდენიც დაბეჭდილ ფოტოს შეუძლია გააკეთოს ხო და დაბეჭდილ ფოტოს ამ შევდივარ მე ხა რაღაც რიგში თამაშობაზე შევედი რაღაცა ფოტო გადავიღე ამან დამიბეჭდა და ის ვისთანაც აყენია ეს იმის პლუსი და იმის ფასეულობა რაც ექნება მას ამ პროდუქტით არის ის რომ მათი სტუმრები რაღაცა საინტერესო აქტივობით არიან დაკავებული და ვა ეს აკაია და მოკლედ მოწონთ მაგის კეთება და მონეტიზაციასა და ის უბრალოდ ყიდულობს და შენ მიდიხარ და მოჩა არა მაგას გეტყვი ანუ ეს აპარატი იყიდა და დააყენა თქვათ რა ეხ მარკეტინგულ ნაწილზე რომ ამოწუროთ არის რა ერთი რომ ну თქვათ ის გართობა და engagement-ი რომელიც ამ აპარატს მოყვება და ღიმილი პლუს საჩუქარი რომელსაც ის ჩუქნის და ფოტო უფასოდ თქვათ თუ უფასოდ აქვს ჩართული მერე ის რომ
დავაკვირდით, რომ დაბეჭდილი ფოტო 50% შემთხვევაში სტორიში ხვდება. ხო. ოღონდ ახალი ქცევა არის, კი არ შედის და ციფრულს კი არ ეძებს. ესე უღებს იღებს, და ამ ფოტოს დებს. ანუ და კი მაგარც დროს გამოვიდა ბიზნესიდან რა ერთადერთი აზრი ეგ გამიჩნდა გამოვიდა რა გამოაპანღურეს ხო მაგრამ როგორც გაირკვა არ ყოფილა გამოსაპანღურებელი ამბავი რა 20 წელი გავიდა იმის ფუჯი დომინანტი თუ გაძლო ხო კოდაკსაც შეეძლო თეორია კოდაკი ცოცხალია მაგრამ სხვა მიმართულებით არის ხა უფრო აქტიური და მაგაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგრამ ხო რას ვამბობდი რატო არის მარკეტინგის და რეკლამირების კარგი საშუალება რომ აზიარებს ეს და პლუს კიდე ფოტოზე რომელზეც არის დაბეჭდილი ხო დაბეჭდილია პლუს ჩვენ დავამატეთ რაღაც ახალი ტიპის engagement-ები keywords ასკანები და თამაშები და გათამაშებები არის ამ შეიძლება რაღაც მოიგო უცბად ბარში ან შემდეგ მისვლაზე ფასდაკლება გააკეთო და ესეც ამ პლატფორმის გარკვეული რაღაც ნაწილია მაგრამ უკანა მხარეს კიდევ აძლევთ ძალიან საინტერესო მონაცემებს რა აბა ხალხის ქცევები, ანუ შეგვიძლია მივაწოდოთ, აი ვინც გადაიღო, ამ ხალხიდან რამდენი იღიმო და რამდენი იყო ჯგუფში დაახლოებით რამდენი იყო ზუსტად თქვა ქალი, კაცი, ბავშვი და ესეთი საინტერესო დატა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთიანობაში ქმნის ისეთ აპარატს, რომ მაგარი ხდება რა აქსესუარი ვენიობისთვის. მაგრამ თავარი მუღამი რა არის რა? ხო. დავინახეთ რომ უფასო ფოტო მაგრამ მოწონთ და გვინდა რომ ეს იყოს ყველასთვის უფასო, მაგრამ გავაკეთეთ ასევე პლატფორმა, სადაც ბრენდებს თავაზობთ რომ რეკლამები განათავსონ დაბეჭდილ ფოტოზე. უკან? არა, ზედ, წინახებს. არის ადგილი რომ ის location-ს იყოს და ბრენდს. მე მაგაზე ბაბლჰედი მოვედი, მომინდა რომ აიცი რა, რაღაც ჩემი სეგმენტი დავიჭირებ, თურმე ჩემი სეგმენტი დადის აქ. ხშირად მე ჩემი ლოგო ამობეჭდო, აქ QR-ი მივაყოლო რომ დაასკანერე ჩემი YouTube-ზე გადმოვიდა. კი, ზუსტად ეგ არის. და რა დამიჯდება ეგ შემოვიდა? ფოტო სადღაც 50 თეთრიდან ლარამდე ერთი ფოტო მაშინ როდესაც ამ რო შეადარო ნორმალური engagement digital-ში გიждდება რა ვიცი მეტი რა შეიძლება $1 და მეტი დაგიждდეს რა და კიდე რა აღმოვაჩინეთ და რატომაც ესეთი კუთხით გვინდა განვავითაროთ რა რომ ბრენდებს არ აქვს საშუალება რომ ლოკაციებზე გააკეთონ რეკლამირება ეს ტარგეტირებულად ხო ანუ მე გავაკეთო იმ ლოკაციას სადაც მე თვლი და გამოვიკვლიე რომ ჩემი სეგმენტი დადის და მე დისტანციურად გააკეთო ეს დისტანციურად მივდივარ იმათთან რა მიდიხარ თან ისე რომ ყველაზე გრძელვადიანი ეფექტით მივდივარ თან იღიმია და უხარიათ რომ თან თავის თავს ხედავს და ფოტოზე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა რეალურად ეგ არის ღირებულება ფოტოს ხო და ეგ ფურცლიდან ფოტოს შორის განსხვავება არის ის რომ შენ თავს ხედავ და უფასო რო არის არც ბრაზდება ბრენდი რო არის არ ბრაზდება კი რომ შემთხვევაში შეიძლება გაუხარდეს რა. ანუ პოლაროიდს რო ქვემო თეთრი ადგილია, მან რო ბრენდი დაიყვანო ბრენდი, ხო, ეგ არის, ხო? და სახში მექნება პირობითად ფოტო, რომელზედაც ზედ იქნება რომელიღაცა კომპანიის ავიც პროდუქტი იქნება ეს თუ ლოგო და მუდმივად ფოტოს რამდენი დავხედავ, იმდენი გამახსენდება. ანუ ბუკვალურად ჯიბეში უჯდები ადამიანს, ხო? თან ის არის მაცივარზე. ხა მაცივარზე. ხო, მაცივარზე, ხო. ლიდერისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და საამაყო რამ არის, როდესაც მის შემდეგ ორგანიზაცია კიდევ უფრო უკეთესი არის და კიდევ უფრო მაგარ პროდუქტებს დებს. და ზუსტად ეგ გზნობა დამეუფლა, როდესაც სოკარის განახლებული აპლიკაცია გადმოვწერე. აღფრთოვანდი მისი სიმარტივით და რაც მთავარია მომგებიანობით. დაასკანირე მობილურით, მანქანიდან გადმოუსრელად და მიიღე 25 თეთრამდე ფასდაკლება და დამატებით კიდე 3 თეთრის ქულები. საოცარია. მაგის გარდა, ვეიმარტში კიდევ საჩუქრები. ხო და ვიდეო სახწერაში ბმულით გადმოწერე სოკარის განახლებული აპლიკაცია და თქვენთვის, ბაბლჰედის მსმენელისთვის, ჩვენ თანამოაზრეს ძალიან მაგარი შემოთავაზება აქვს. 500 ქულას გაძლევს საჩუქრად. კაი. ეხლა ის რაც ამოვიკითხე ნავალის ციგნის კითხვის დროს, ნავალის ციგნის მეძახის სულ რა, ამ ნავალზე, ალმანახში. ნავალზე ციგნის კითხვის დროს. ერიკის ციგნით ერიკის ხოლმე ერიკი, მაგრამ იჩაგდება, ალბათ ყველა ნავალის ციგნს ეძახს. ეგრეა, ერიკ იორგენსენი ამ ციგნის ავტორი გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, ასე რომ ღირსია რომ დაიჩაგოს. ეხლა შენ მაგაზე მოგხვდება. არა უშავს, engagement-ს მივიღე. ხო და რა ვკითხულობდი, ყველაზე მეტად რაც მომხვდა, იყო ის რომ და თან მე ბერგანკი მსმენიეს, მაგრამ ნავალისგან განსაკუთრებით მოხვდა ეს, რომ
ვერ გამდიდრდები თუ შენ დროს დამქირავებას მოამხმარ. და ფინანსური დამოუკიდებლობა რომ მოიპოვო, უნდა ფლობდი კაპიტალს. და მე მაინტერესებს ის დრო, რომ ჩვენ მე და შენ ერთად მსხვილეს დამქირავებას ვახმარდით ჩვენ დროს და იმ დროისთვის საკმაოდ კარგად გვიხდიდან ჩვენ ასაკთან გამოცდილებას დრო შევადაროთ რა. და მაგ დროს შენ ჩემთვის იყო იგივე რომ რაო? ბანკიდან წავიდა და დაიწყო რაღაცა სტარტაპი, რომელიც ფოტოებით ბეჭდავს რა. და რა ხდებოდა, რა საიდან მოვიდა ეგ, რამ გაგაბედინა, მოკლედ რანაერად, როგორ? იცი რა არის, აი ფული, ესე რომ შევხედოთ, ხო, ახსენე ხე ხელფასი ფული და ჩემთვის ფული არის რაღაც ის გასაღები რა. რაც ბევრი ფული გაქვს, ბევრი რაღაცას აღებ რა. და ეს გასაღების მოპოვება საბოლოო ჯამში არის თავისუფლება. კი, ისეთი დონის თავისუფლება მქონდა, რომ გარკვეული კარებები გამეღო იმ გასაღებით. ეხლა რა ხელფასიც მქონდა, ხო? გასაღები მობმული იყო რაღაცას. ეს გასაღები მართლა მობმული იყო რაღაცას და პლუს კიდე პერსპექტივაში რო უყურებდი, ეს გასაღები რამდენ კარს გამაღებინებდა, მაგას ვერ ვფიქრობდი რა. და გადავწყვიტე, რომ ისეთი გზა ამერჩია, სადაც შეიძლება სასაცილო ყოფილიყო იმ დროისთვის ჩემი გადასვლა ვიღაცისთვის და შეიძლება ჩემთვისაც, მაგრამ პერსპექტიულად მე ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნებოდი. მიჯაჭულობიდან გამომდინარე რა. და მექნებოდა უფრო საინტერესო ჩემი აზრით რა და გამართლა კიდევაც ამ 11 წლის განმოსახედიდან, რომ ბევრად საინტერესო ცხოვრება და კარიერული გზა, ვიდრე შეიძლება კონკრეტულ სადაც დამქირავებელთან მემუშავა. ხო, ან ეს იყო ჩემთვის ალბათ მამოტივირებელი, პლუს სუმინდოდა რომ მე თვითონ გამეკეთებინა რაღაცა ეს შემოქმედებითობა რა, ეს წერანა რო თქვით, რაც curiosity-ია, სულ რო ეძებ რა, აი სულ ეგეთ სულ რაღაცას ეძებ. სულ რაღაც ვეძებ, ხო? ანუ ალბათ ეს საქმე სადაც გადავარდი და რასაც დღემდე იმაშვები, ხა კრეატიულობის კუთხით ალბათ ხანდახან შეიძლება იძულებითი კრეატიულობის კუთხით, მაგრამ ნუ ალბათ უფრო კრეატიულია, ხო? წესით. კრეატიულია რომელია დგას? მე იმიტომ რომ მე არასოდეს არ გამიმბედავს არაფერი ეგეთი და ამიტომ ესე ჰიპოთეტურად საუბრობ. ხო, ეს არის კი კრეატიულია, ხო. ერთი კიდე რატომ მომკვდა რაღაცას ვკითხულობ და ხა გიზი ვარ 1 2 3 აქეთ მე 2 წელი რატო დამკვდა? ბევრი დიპლომიანი 2 თვისა და 2 მაგისტრატურა გვიდევ ჯიბეში და კიდე რაღაცა ეგზეკიუტივ მაგისტრატურები და ბაკალავრიატები და ისენი და ასენი და ამ დროს კითხულობ წარმატებული და ბედნიერი ადამიანის ფრაზას და გეუბნება რომ არ არსებობს უნარჩვევა სახელად ბიზნესი. თავი შორს გეჭიროს ბიზნეს ჟურნალებსა და ბიზნეს გაკვეთილებისგან. და ეხა შენი გამოცდილებით რა, მე ვარ ადამიანი რომელსაც $130,000-ზე მეტი მაქვს დახარჯული ბიზნეს სკოლებში მაგისტრატურის დამთავრებაზე. დამეკუჭა ცოტა, ხო იცი ამას რო წაიკითხა და გული რომ მოგეკუჭე. მაგრამ ეგ უფრო ცოდნაში გადაიხადე თუ იმ საზოგადოებაში რაღაც გასაღებისთვის. იცი რა არის როგორც სტივ ჯობსი იტყოდა თავის ცნობილ გამოსვლაში სტენფორდში მაგ წერტილს შეიძლება მე აკავშირებ და ეხლა მე მაგას არ უნანობ რა, გული დამეკუჭა რომ ვიძახი ცოტა ვადრამატიზირებ აქაურობას, მაგრამ ამავე დროს იდეა სხვა იყო რა, ჩემი იდეა ყოველთვის ბიზნეს სკოლის და ბიზნეს განათლების მიღების იყო ის რომ ეს დამეხმარებოდა მე ბიზნესმენობაში რა. და მაგიტო დამეკუჭა რომ ამ დროს მაგას მე მივხვდი რომ ის შენ ბიზნესმენობაში არ გეხმარება. ძალიან ბევრ კარს გიღებს, ძალიან ბევრ სხვა უნარის გამომუშავებაში გეხმარება, რომელიც შეიძლება ბიზნესში დაგეხმაროს. თუმცა თვითონ პირდაპირ კორელაცია იმაში, რომ შენ მაგისტრატურას დაამთავრე და შენგან მეწარმე გამოვა, არის ფაქტიურად ნოლთან ახლოს და შენ რაგერზი ხარ ადამიანი, რომელსაც რავი რა გაქვს დამთავრებული მაგ კუთხით? ბაკალავრიატი მაგისტრატურებზე, აი ეს პერიოდი ალბათ 11 წლის წინ იყო, რომ ჩემთვის ეგრე იყო რა, მაგისტრატურას უყურებდი, რომ თუ მინდა კარიერული ზრდა კორპორაციებში თუნდაც სულ ეგრე მქონდა რომ მაშინ უნდა გავაგრძელო მაგისტრატურა რა და ალბათ ეგ დრო იყო იმის გასაყარი რომ ან მაგზით უნდა წავსულიყავი ან პირიქით ჩემი რაღაც დამეწყორა და მაგ მიმართულებით წავიდი და ხო მეც ეგ დაკვირვება მაქვს რომ მაგისტრატურაში და ზოგადად წიგნებში შეიძლება
ამის გარკვეული ინსტრუქციები ამოიკითხო, რომელიც ამ სხვათა შორის ბევრ წიგნში რა, ეხლა რაც მსგავსი თქვათ აი წიგნებია, რო გიზიარებს როგორ აკეთო ბიზნესი, აი პრინციპი არის ერთ და იგივე, ხო, რაღაც თავარი ხაზები რა, არის ერთ და იგივე, ზოგი წინ წამოწევს ერთს, მეორე უფრო უკანა პლანზე გადაწევს და მაგრამ საბოლოო ჯამში სანამ შენ თვითონ არ ჩახტები და ბევრ შეცდომას და ექსპერიმენტს არ გააკეთებ, დაუშვებ შეცდომას და რაღაც ექსპერიმენტების კორიანტელის იმას არ დააყენებ, ხო, რაღაც არ გამოდის, ხო, შანსი არ არის რა და იქ შეიძლება კი დაგეხმაროს შენ ნაბიჯის გადადგმაში ის, რომ აი ახსოვს ნავალი ვამბობდა ეს კენიო კარგია, მოდი დაუჯერებ მაგას, მაგრამ აი შენ თავზე უნდა გამოცადო. კი, 100% მოკლედ რომ გამოცდებაზე ერთხელ მაგალითად რა დილემა არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ რაში მეხმარება მე და გამომდგომია და ეხაც მადგება რომ ამათ ნავალის ნააზრევის კითხვისას მას კოდი და კონტენტი მათ შორის რა აქ ერთ-ერთ ბერკეტად მოხსენიებული რომელიც ადვილად მასშტაბირებადი არის და მინიმალური დანახარჯით შეგიძლია ბევრ ადამიანამდე მიიტანოს სიკეთე რა ეხლა პროგრამული უზრუნველყოფა ზუსტად ეგ არის რა რეალურად დაწერ ერთს და შემდეგ ძალიან მარგინალური ან პატარ-პატარა ზრდით დანახარჯში რაღაც ბევრად უფრო მეტ მომხმარებლამდე შეგიძლია მიიტანო და შესაბამისად ეს მე მომგებიანობას და ბიზნეს მოდელში მომგებიანობაში კარგად აისახება. კონტენტსაც იგივე თემა, ადამიანს იგივე თემა და ფულიც იგივე შვება რა კაპიტალი არის ბერკეტია, ფული შეგიძლია რაღაცა უცებ აიღო და გამზადებული რაღაცები ისე გააკეთო რომ კონკურენციაში წინ წახვიდე რა და ამიტომ ეგ ჩემთვის მაგალითად პირიქით კარგი მიგნება, თუმცა ამავე დროს მოყვები იმაში რომ და პრაქტიკაში რასაც დავკვირვებარ და ვის მინახავს რომ სანამ არ აკეთებ, მაინც არ იცი ეგა რა, ანუ აი გინდა კონტენტი აკეთე, გინდა კოდი აკეთე, გინდა customer value proposition-ი წერე, სანამ არ დაწერ შენსას და არ გაიჭირვებ მაგაში და მართლა არ წაიმტრებ ცხვირს, ვერ იტყვი რომ ეს ვიცი. კი, წაკითხული მაქვს. ზუსტად რამდენ წიგნში მაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაწერო value proposition-ი. მაგრამ დღეს გივის უზიარებდი რა. უწერდი ჩვენს სამომავლო პროდუქტზე, რომელიც უნდა გამოუშვათ ამ value propositions და გაიხაროს ChatGPT просто ძალიან დამეხმარა სტრუქტურირებაში, მაგრამ მაინც შეცდომების და კედელზე შეტაკებების და გაჭედვების შემდგომ მოდის ის, რომ თურმე ესე კეთდება და ესე გამოგდის რა. ხო, ჩემთვის უფრო ესეთი საინტერესოა ხოლმე მაგ კუთხით მაგალითები რა, რეალური მაგალითები და ძალიან მიყვარს ბიოგრაფიები, ფილმები, ბიოგრაფიული, ასევე თქვა დოკუმენტური, მხატვრული, ბიოგრაფიას რაც უკავშირდება, იმიტომ რომ იქ ნახულობ რეალურად რა გადახდა ტიპს თავს და რა იყო, აი კონკრეტულად იმისი პრობლემა რა იყო, რა ამოცანა ქონდა და როგორ გაიარა რა. და მე შენ თვითონ გამოგა დასკვნებ. ეგ უფრო ჩემთვის ისეთია ხოლმე ინსპირაციული, ვიდრე თქვათ რაღაც მაგისტრატურაში სხვათა შორის უმთავრესი case study-ები, ხო? კი, წესით ეგ არის რა, მაგრამ რა, ანუ არაფერი არ მაქვს. წესით case study-ებით, ანუ რეალური რაღაცა ბიზნეს ამოცანებით, რომელიც რა დიდ ან საშუალო ან პატარა კომპანიებს ედგა, იმას გუფებად ყოფენ და შენ რაღაც ამოხსნას ეძებ და შემდეგ გადიხარ რეალობაში როგორ ამოიხსნა და შენ როგორ ამოხსენი და რა და როგორ და რანაირად და კი, გეხმარება ლაპარაკიც არ არის, მაგას გეხმარება, მაგრამ მაინც მე სანამ შენ რეალურ ცხოვრებაში არ ამოხსნი მაგ ამოცანას, ვერ იგებ როგორ იხსნება, იმიტომ რომ უნიკალურია ყველა ამოცანა მაინც რა, რაც ერთადერთი რაც დასკვნას გამოვიტანი არის რომ საბოლოო ჯამში ყველაფერზე მუშაობს ეს ჩარჩო და არის ძალიან ღირებულია ჩარჩო, იმიტომ რომ ფიქრის სტრუქტურირებაში გეხმარება, თუმცა ამოცანა და ამოხსნა არის უნიკალური ყოველთვის. ჩარჩო ერთი და იგივე რაღაცა ჩაქუჩი არის რაღაცა უბრაგუნებ, მაგრამ ის კლიენტს. ხო, მაგრამ ის ზედაპირი და ის ლუსმანი და ის რაღაცა რაოდენობა რამდენჯერაც უნდა ჩაქუჩო რომ ის ბოლოში ჩავიდეს, რაღაცნაირად განსხვავებული არის რა სულ. ხო, აი ხა ეგ კონკრეტულად ეგ თემატიკა ამ წიგნშიც და ზოგადადაც მე ისეთი ვარ. არ მაქვს მკვეთრი პოზიცია ჩამოყალიბებული რა. რაზე? ხა განსაკუთრებით აქტუალურია თემა, რომ ნუყრით ხახნო უამრავ ფულს, მაშინ რა ქვია,
აკადემიურ სწავლა-განათლებაში ესე დავაფორმულირებ რა. უფრო მეტად იგ, იმიტომ რატო იზრდებს, რომ აკადემიურზე არ არის იგ ეგრებარდოთ, უფრო მეტად ეგ არის სუფთა ბიზნეს სკოლებზე და უფრო მეტად არის გზელვადიან უნივერსიტეტებზე, სადაც ძალიან დიდი ხანი სწავლობ რაღაცას და მე გადიხარ და ვცდილობ რომ სამუშაო შეიქმნათ. უფრო მეტად მე მსმენია თვითონ ბიზნეს კუთხით განათლებებზე რა. სასახად ბიზნესზე მე ეჭვება რომ იგ ფიზიკა მე მაგაზე არა, ზუსტად მაგას ვამბობდი რომ ბიზნესზე არის ეხა ჩვენი საუბარი რა. ანუ შენც რა მაგალითი მოიყვანე, MBA-ის მაგალითი მოიყვანე, ხო? და ეგ მაგაზეც იმის თქმა მინდა რომ არ მაქვს ესეთი ნათელი ახმა ჩემ თავთან რა. ერთის მხრივ ვაღიარებ რომ იმდენი უფასო წყარო რას დღეს ჩვენს გარშემოა იაფიანი როგორც მინიმუმ. ნუ როგორც მინიმუმ ხო მოდი ვთქვა ფასო შეიძლება არ იყოს ეგეთი გეთახმები, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ იმდენად იაფიანი რომ უფასოდ შათვლი. თუნდაც შენ რა მაგალითიც მოიყვანე, ხო? მაგრამ მაინც არ მაქვს ეს მყარი განცდა ჩამოყალიბებული რომ მე მგონია რომ უფრო ტიპაჟის ამბავია რა. აი ყველა ტიპაჟის ამბავია კონკრეტულად რა. მე ხო როგორ არის რა მოხდა რა, რატომ მგონია რომ უფრო მეტად რეალობისკენ და სიმართლისკენ არის იქ პოზიცია დღეს ახლოს, იმიტომ კი არა რომ თვითონ ცოდნა აღარ არის საჭირო და არ გეხმარება. სტრუქტურა რა სტრუქტურითაც ეგ ცოდნა მოგეწოდება და ვადა რა ვადაშიც მაგ ცოდნას გაწვდიან და თანხა რა თანხას მაგ ცოდნაში გართმევენ, ეგ ყველაფერი ვეღარ წონის იმას რეალურად რა შედეგსაც იღებ. ანუ საბოლოო ჯამში უკუგების მაჩვენებელი იმდენად დაბალია და იმხელა რისკში გადიხარ, რომ სანამ შენ ამას დაამთავრებ, უბრალოდ საერთოდ სხვა ფასეულობები და იმდენი შესაძლებლობა შეიძლება ჩაგიქროლოს ამასობაში, რომ ეგ უფრო მეტად მოხდა ვიდრე თვითონ ის რომ აღარ ისწავლოთ. არა, როგორ არ უნდა ისწავლო რომელია კაცო. მაგას რა ჯობია, რაც მეტი ინსტრუმენტი გექნება, მით მეტად გაგიადულდება ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ვიცი რო თქვა, ანუ აი უნდა გააკეთო, სანამ არ გააკეთებ, მანამდე არ იცი. მაგრამ იცი სხვამ და სხვებმა. კი, მაგნატელში შეტანა. ჩემი აზრით გამოიტანეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიზანი, ხო? აი რატო აკეთებ კონკრეტულად მაგისტრატურაზე თუ საუბრობთ რა. თუ მაგისტრატურას აკეთებ იმისთვის, რომ წახვიდე მე მეწარმეობაში და რაღაცა დაიწყო შენი, ალბათ არ არის სწორი გადაწყვეტილება. თუ არაბარებ მაგალითად სტენფორდში, სადაც იცი რომ წრე არის ისეთი რომ აი წიგს კი არ კითხულობ, ტიპებს დადიხარ სულ ამ ნეტვორკში და აი ამ წრეს უახლოვდები, რომელმაც მე შეიძლება კარი გაგიღოს იქ რომ შემდეგ შენ სტარტაპში 3 წამში აწიო ინვესტიცია. ეგეთი ჩანაფიქრი თუ გაქვს, უნდა წახვიდე სტენფორდში ჩააბარო, ან არ ვიცი. ეხა ეს ჩემი სტენფორდელი მეგობარი ამას თუ მოისმენს, შეგვეკამათება რომ არც ესე არ არის ფლატ ყოველთვისო, მაგრამ ლოგიკა ნამდვილად ეგ არის. უფრო მეტად არის ვიდრე ალბათ. უფრო მეტად არის, კი, ანუ სავარაუდოდ არ მიწყენს ალბათ ჩემი ალმა მატერი, მაგრამ სტარტაპის კარი და უნიკორნის შექმნის კარი სტენფორდში უფრო გაგიღება ვიდრე კავკასიის უნივერსიტეტში. ხო, არა, იცი რა, მაგის თქმა მინდა ზუსტად ალბათ მაგას ვამბობდი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს, მოდი ესე დავაკვათ რა წარმოგიდგენია, რა გინდა, რა მიზანი გაქვს, შენ როგორც თქვი, რას ფიქრობ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ. ეხა შენ რა მაგალითის მოიყვანე ეგ ძალკე კიდე ჩემ მაგალითს რო ავიღოთ, მე არ მქონია ეგეთი სურვილი ცხოვრებაში, რომ მოდი მე ეხა რაღაცას ფორმალურ აკადემიურ მაშინ რეჟიმში ვისწავლი და მე ავდგები და გავაკეთებ რაღაცას ჩემსას. არანერი ცხოვრებაში ეგიდი არ მოსწია. წავედი ვისწავლე, იმიტომ რომ გამეგო ის, რაც მაინტერესებდა იმ მომენტში. ანუ სხვადასხვა რამე ვისწავლე ჯერ ერთი, მაგრამ ხო, სხვადასხვა გააჩნია, მოკლედ ჩემი აზრით, საითკენ მიექანები რა, ესე რო ვთქვათ. ზუსტად იგივე მახსენდება კიოსაკის წიგში, როცა წერია, რომ მათ შორის სამსახურში მუშაობაც კონკრეტულ მიზანს თუ ემსახურება, ანუ უნარჩვევის გამომუშავება, რაღაცა ინდუსტრიის შესაძლო, მოსულა კი არა რეკომენდებულიც არის რა. პირობითად ვიზახ შენ თუ გიზიდავდა ყოველთვის არ ვიცი, მაგალითად ხა შენ შემთხვევაში თუ იყო ფოტოგრაფია და ტექნოლოგია და ჩემ შემთხვევაში თუ შეიძლება ყოფილიყო რაღაცა იგივე საგანმანათლებლო ინდუსტრია, ხო? შენ თუ იმუშავებ ცოტა ხანი რაღაცა უკვე ჩამოყალიბებულ ეგეთ კომპანიაში,
ბევრად მეტი საშუალება გაქვს, რომ ნახო რა როგორ მუშაობს და მათ შორის რა შესაძლებლობები არის იმისი, რომ შენი უნიკალურობით კონკურენცია გაუწიო რაღაცა ნაწილში, ვთქვათ ამას რა. სამწუხაროდ ხო ჩვენთან ქვეყანაში ზოგადად იშვიათია ის შემთხვევა, რომ ზუსტად იცოდე რა გინდა რა ჩვენთან შესაძლებლობებია იმდენად ნაკლები რომ ეს სადაც შესაძლებლობებია ბოლოს იქითკენ მიდიხარ რა რაღაცა მაგისი არ მჯერა თუ არ მინდა რომ ჯეროდეს და რაღაცნაირ ოპტიმისტურ ვარდისფერ სათვალეს ვიკეთებ შეიძლება რას გულისხმობს რომ ერთადერთი რაშიც 100% დარწმუნებული არის პატარა ბაზარი არის შესაბამისად მასშტაბირება რთულია თუმცა შესაძლებლობები რო აკეთო არის თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ მაგაში შეიძლება ბევრი ფული ვერ იშოვო ხო ნუ ბაზარი პატარაა შედარებით და გადახდის უნარიანობას არ არის ხლა და კი გაგიჭირდება თუმცა შესაძლებლობები მგონია რომ მაინც არის როგორც მინიმუმ იმისი რომ ამ ბაზარზე რაღაცა დატესტო და ისწავლო და მე თუ გინდა თავიდან გააკეთო მაგრამ რაღაცა სხვა ბაზარზე ცადო რა მაგაში გეთანხმები მაგ ნაწილში ხო შეიძლება უფრო მეტი შრომა დაგჭირდეს ისახწევად რა მისთვის, მაგრამ მე უფრო სხვა კონტექსტიდან ვამბობდი, რომ აი რაც წეღან საუბრობდი, იმას ვაგრძელებდი, რომ აი წინასწარ რო იცი რა მიზნით მიწევ, თქვათ, სასწავლებლად, ან რა მიზნით მიდიხარ თქვათ საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ეგ მიზანი წინასწარ ხშირად ცნობილი არ არის რა უბრალოდ მიყვები ამ რაღაც ტრენდს ან მიყვები შესაძლებლობა სადაც შესაძლებლობა გამოჩნდა და წავიდა ყველა იქით მე სადაც ბევრი შესაძლებლობა იქ არჩევანით საშუალება გაქვს და ეგ შეიძლება წინასწარ დაგეგმო და განსაზღვრო მაგრამ სადაც ერთი არის და რაღაც ნათელი მხარე მარტო ეს არის და ერთი დავინახე მივიდა იქ ისწავლა ან რაღაცა გააკეთა იქ და წარმატებას მიაღწია მე ავტომატურად შეიძლება არც იყოს შენი მუღამი მაგრამ იქ აღმოჩნდა რა ხო მე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაგისტრატურის წასვლის იყო რომ მინდოდა უცხოეთში დამეწყო მუშაობა და მე იქ მწარე რეალობას აწყდები რომ საერთოდ არაფერი დიდი სარ არის რა ქვია უნიკალურობა არ არის შენ იქაური უნივერსიტეტის დამთავრება იქაურ ბაზარზე სამსახური შოვნაში კი ბატონო ვარ თან ისიც გასათვალისწინებელი გვაქვს ალბათ რომ ბოლო 10-15 წელიწადში ნუ ალბათ სიტყვა რადიკალური არ იქნება ძალიან რადიკალური სიტყვა მაგრამ რადიკალურად შეიცვალა აი რა ქვია კონტექსტი მსოფლიო დასაქმება ბიზნესის მოდი ესე ვთქვათ რა მე არ მახსოვს ეს განცდა 15 წლის წინ რომ ყველანი რაღაცას არ იყო ჩემი აზრით ამხელა წვდომა თუნდაც ციფრული სამყაროსადმი რა არ იყო ხო ამიტომ ანუ ავტომატურად შეიცვალა ბევრი რაღაცა 10-15 წლის წინ რა მაშინ აზრი ქონდა რა გაგეკეთებინა ნებისმიერი არასწორია მაგრამ რაღაცა ტიპის ხარისხი ბიზნესში იქნებოდა ეს თუ რაღაც სპეციფიურში იმ იმედით რომ დასაქმდებოდი შენ რაც თქვი პრინციპში მაგას ამბობს კაბოც ხო დასაქმებოდი უფრო დიდ ბაზარზე კი თელი იდეა იყო რომ უბრალოდ დიდი ბაზარი მინდა რა მეტი არაფერი რა პრინციპში ეხა მაგიტო არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი რომ ეხა მე მგონია კიდე რადიკალურად სხვა სიტუაცია რადიკალურად სხვა სიტუაცია ძალიან ძვირია რა ძალიან ძვირი არის ეხა დროის კუთხითაც და თანხის კუთხითაც იმ ცოდნასთან შედარებით და გამოცდილებას შედარებით რასაც გაძლევს არსებული უნივერსიტეტები ამერიკის პოლიტიკური საარჩევნო ლოზუნგი არის სტუდენტური სესხების სიგიჟია და იმიტომ სტუდენტური სესხების ну არ ვიცი კონკრეტულად ამას არ ვიტყვი, მაგრამ მოვლა ასე ვთქვა, დარეგულირება სტუდენტური სესხების პრობლემის. სიგიჟე. უზარმაზარცი რამოდენიმე ტრილიონზე გავიდა სტუდენტური სესხები. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი ქართული ბრენდი Roamingo გახდა ჩვენი თანამოაზრე და არ შემიძლია სიხარულით არ გაგიზიაროთ ეგ ამბავი. ვინც არიცით Roamingo არის სამოგზაურო აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ იყოთ კავშირზე მუდამ ნებისმიერ ადგილას. აპლიკაცია არის უმარტივესი მოსახმარე და რაც მთავარია ძალიან მაგარი და ბევრი უნიკალური ფუნქციით. მაგალითად ერთი რაც არის ეგეთი არის რომ თუ roaming-ის გიგაბაიტების ამოწურვა ვერ მოახერხე მოგზაურობისას, არ გეკარგება არსა და შეგიძლია შეინახო და თუ არც შენახო არ გინდა, შეგიძლია გაუზიარო შენ მეგობარს და გაახარო. ვიდეოს აღწერაში ბმულით გადმოწერეთ Roamingo-ს აპლიკაციად და იყავით კავშირზე ყოველთვის ნებისმიერ ადგილას. ტრილიონზე გამახსენდა და ეს მაშინ ვერ გავიგე. ეხა შეიძლება
ეხლა ესე გავიგე ეს რაღაც რაც ნავალი იძახის რომ შენ საკუთარ საათობრივ შრომასო ანუ შენ საათს ფასი დაადეო და დაადე რაც შეიძლება ასტრონომიულად სიგიჟეო რა შეიძლება გეჩვენებოდეს რომ რა სიგიჟეა ნეტა ამდენს ვინმე მიხდიდეს მაგ საათში მაგრამ ეგო გააკეთეო და არაფერი მე სხვა არ გააკეთო თუ მაგ თანხასთან არ შეადარებო და პირველი რეაქცია მაგაზე რაც ქონდა იყო რომ რა სიგიჟია რა ანუ რავი კაი არ გავაკეთებ სიტყვაზე ვიძახი არ დავხარჯავ ჩემ დროს მაგალითად ცოტა ხნის წინ რო ავიჯი ავაწყე სახში და დავხარჯე მაგაში 3 საათი და კაი დავაწესე თქვა ჩემ საათში $5,000 ფასი და $15,000 ვიღადა მიხდის ეხლა რაღაც და ისედაც არავინ არ მიხდის და ამიტომ რა აღარც ავიჯი ავაწყო და არც $15,000 მიშოვოს ამბავი მქონდა და ეხლა ძალიან მაღალი ფასი დაადე მგონი რა მნიშვნელობა აქვს $100 დაუჯერა ნაო $100 კაი ეხლა რავი 3 საათში პირად $100 არავინ არ მიხდის საათში მაინც ანუ რას ვიძახი ხომ მივხვდი და მაგრამ ეხლა ცოტა ხნის წინ ესე დავიწყე მაგის შეხედვა რომ ეგ არის ერთ-ერთი საშუალება რომ უბრალოდ კიდევ უფრო მეტად ცნობიერი გახდე იმაზე დროს რაში ხარჯავ და რაში არ ხარჯავ რა ანუ ცოტა უფრო მეტი მოფრთხილება ტვინმა შეიძლება დაიწყოს დროზე როდესაც შენ მას დაადებ მონეტარულ რიცხვს და არა ჰიპოთეტურად იმიტომ ისედაც დროზე ძვირფასი რა გაქვს არც ერთი ფული მაგაზე ძვირფასი არ არის იმიტომ გათავდება ვერს დაიბლო და ფულსკემაში შოვი რამდენსაც გინდა იმდენ რამდენსაც გინდა რა მაგრამ შოვნადია რა ხო და შენი აზრი მაინტერესებს მაგაზე ანუ რა ბენეფიტი მოაქვს იმას რომ მე ავიღო და ვთქვა რომ ჩემი 1 საათი ღირს $1,000 თუნდაც არ მიხდიდნენ 1000 ეხლა და მიხდიდნენ 200 ან 100 ან 50 ვიცი რა არის აი გულწრფელად გეტყვი რომ მაგ პოზიციამდე ალბათ უნდა მიხვიდე რა ეს იძახის რომ თავიდან ვექენიო არ ვიცი არ გამიკეთებია ექსპერიმენტი მაგრამ ეხლა რეალურობაში მდგომარეობაში რომ გადმოვიტანო ეგ ექსპერიმენტი დამემართება ალბათ შენი ავეჯი საწყობასავით არც არ საწყობთ არც ფული გეკდება ხო პატარა ეს არა დისკლეიმერი როგორ აქ ქართულად განმარტება უნდა გაუშვათ რომ არ ენდობთ რბად ნავალს თან თვითონაც ხო უწერია რომ დაამოწმეთ ხო თქვენ თავზეო რამდენად მე რაღაც ვამბობ კეთიანებად მე პირიქით ვიტყოდი რა დამწყებ მდგომარეობაში და მე შეიძლება რამე ჭკუა თუ მომეკითხება ალბათ ჯერჯერობით ჩემი სტარტაპები ყველა იყო რომ რაღაც დავიწყეთ სადღაც მივიდა სკეილინგ ან მასშტაბირების დონეზე რომ სადღაც თქვათ გლობალურად გასულიყო მანდ არ მისულა და რაღაც ჭკუა თუ მომეკითხება და გამიკეთებია არის ამ სტარტში სწორად როგორ რაღაცები გავაკეთოთ რა და ეხა ვარ ზუსტად იმ ეტაპზე რომ აი სტარტი და მერე რო გაიშალოს აი ეგ არის მთელი ჩემი მუღამი რომ ეგ მაგაში დაგეხმაროს ხო მე იქიდან მეორე ლაბიჯებში უფრო მაგ გამოცდილება ის სტარტში მიჭირსო საინტერესოა ხო და აი მე ეხა მაგ კონტექსტიდან რაც თქვი რომ შენ თვითონ რაღაც კეთებას ფასი დაადე სტარტში ზუსტად ეგ ფასობს რომ შენ თვითონ თუ არ აკეთე და რაღაც ხელი არ მოკიდე და რა ვიცი მე მაგალითად ეხლა დგავარ და იმებს უჭერ უშვებ ტესტავ და მაგას ვაკეთებ რა შეიძლება ხო ინდივიდუალურია მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაგას ღირებულება აქვს და პირიქით მაგას მოაქვს რა მე უფრო სხვანაირად გავიგე ანუ რა გულისხმობდი იცი ჰე სულელებში არ დახარჯო დრო საქმეში რომელსაც აწყობ ის პოტენციურად შენი საათობრივ მაგაში გიხთიან შენ ხა შენ რო შენ ბიზნესში იმაზე პრინტომატოს სიტყვაზე ვიძახი რაღაცას უჭერან აწყობ რა ან თუნდაც მე რო ბაბლჰედში რილებს ვამონტაჟებდი თავის დროზე და ეხა კიდე რაღაცასაც ვაკეთებ და ჩემი ანალიტიკას უყურებ და სადღაც კი როგორ არა ორნი ვართ და კიდე აგერ ორი იქით არის ორი ვეხმარებ აქ სტუდიაში მაგას არ გულისხმობ რა ანუ რას გულისხმობ არის ის რომ ეგ ფულის გენერირების წყარო არის რა რეალურად რა და მანდ მომავალი cash-flow რაც აქვს ამას ის თამასა მიყენია აქ საუბრობ ფრაზე იცი რომ აი სხვა რაღაცეებში დროის ხარჯვა რომელიც თუნდაც შემილია რომ მოვახმარო იმას რომ დავждდე და ეხლა აქ ჩემ ბაბლჰედს რაღაცა გავაკეთო მე ძალიან მომეწონა არ შემიხედავს ეგრე და ეხლა შენ როგორც დაინახე ეგ ამბავი ძალიან მომეწონა და დავაკავშირე ეფექტიანი ადამიანების 7 ჩვევის იმ ნაწილთან რა ქვია მაგ კვადრატს აღარ მახსოვს მე კოვის კვადრატს ვეძახ მაგრამ არ ყოფილა კოვის კვადრატი ვიღაცა სხვის ყოფილა მაგრამ არ ვიცი რა მნიშვნელობა მოკლედ იყოს კოვის კვადრატი აი მაგასთან დავაკავშირე იგივეა მანდას პრიორიტიზაციის ხელსაწყოეს ფასის დადება რა
კი. და მაგიტომ მომეწონა ძალიან ეხა შენ როგორც დაინახე, ესე არ შემიხედავს ნამდვილად. კი, ანუ მე თუ მენტალურად შენ დროს ვაფასებ 1 საათს როგორც $1000, 1 საათის საცობში დახარჯვა მაგრად მეტკინება რა და საბოლოო ჯამში შეიძლება ავარჩიო უფრო ეფექტური გზა რომ იქნებ საცობში კი არ ვიღე. ოფისი გვერდზე ავიღო თქვა სიტყვაზე. თქვენი მეგობარია. ვინ? საცობი. საცობი ჩვენი მეგობარია, მაგრამ თქვენ კი არ უნდა ვიყოთ საცობში. თქვენ უნდა იყოთ საცობში, ჩვენი მეგობარი. მეგობრობაც ეგ არის, რომ თქვენ იყოთ საცობში. ისე რა მაგარი რამე გაგდა დაჭერილი საცობი ჩვენი მეგობარია. საცობი ძალიან მაგარი ის არის. საცობი ჩვენი მეგობარი. რაც მე მოგასწრები მაგ საცობში დასმე. თქვა ყველას ვინ საცობში ხართ ეხლა? მადლობა დიდი Spotify, შენ Spotify ხა? Apple Music და Apple Podcast-ი სხვათა შორის. აუ მან თუ არა ვარ როგორ მისმენ? YouTube-ზე. YouTube-ი ის გააქვს პრემიუმი? ოკეი, კაი, ხო, ეგ იმაშო. Spotify Apple-ზეც ფიქრობდი ხوار დავდოთ ხო. Apple Podcast-ი სხვათა შორის ხო აქტიურია. მე სიმართლე გითხრა, მე როგორც ძალიან დაბალი რანგის პოდკასტების მოყვარულს ვერც კი წარმომიდგენია კლასიკური პოდკასტის მოხმარება, ანუ მოსმენა რა, ანუ ჩემთვის პოდკასტი აუცილებლად არის ვიდეო კონტენტი რა, ანუ მე ძალიან მიჭირს იმის აღქმა, რომ ჩართული იყოს მანქანაში ეხა სამი ტიპის ლაპარაკი და ქცევის ამბავი არის. მეც პირველად, როდესაც აუდიო წიგნსაც მათ შორის დავუმუღამე, ასე ვთქვათ და პოდკასტზე YouTube-დან გადავედი Spotify-ზე იყო რომ YouTube-ს თავიდან ჯოროგანი გავიცანი და ოფისში ვიჯიქი და ჩართული მქონდა და ვუსმენდი და მანქანაში რავი არც საცობში ვიყავი დიდა და მაშინ ისეთი დრო იყო უკან ვიჯიქი მე მძღოლებებს ხო და მაგისგან მაგრამ როგორც კი ქცევა შეიცვალა და ანუ მანქანაში თან მოიმატა დრომ იმიტომ რომ ნუ ბევრად დიდი ხანი გჭირდება სულ არ იყოს საცობი რაღაც მოვლე დიდი ხანი გჭირდება რა გადაადგილების დრო 10 წუთიდან წავიდა 40 წუთამდე და ამ 40 წუთს რაღაცაში ხარჯავდა აღმოაჩინე რომ ფასეული გაფლანგოა კი აღარ ფლანგავ დროს მეცადინეობდა ვსწავლობ მე და ხა ძალიან ბევრს აქვს ნათქვამი და რავი ჩემ მეუღლეს ანუკის აქვს ნათქვამი რა ბავშვი სკოლაში რომ მიყავს და მოყავს აი ამ ჯამში უგროვდება დაახლოებით 1 საათიანი გზა და ამ 1 საათიან გზაში გადაიკითხა მთელი აუდიო ბიბლიოთეკა მაგარი ეგ არის ხო მაგიტომ ეს ამონარიდი არის ჩვენზე რა რომელი აბა ბერკეტებზე რო საუბრობს ნავალი და ჩამოთვლილი აქვს 3 ბერკეტი ხო და ერთ-ერთი ფორმა არის ამ ბერკეტზე გავლენა ადამიანებზე. ანუ არის შენ რომ მოგეწონა ის ნაწილი? არა ქვია, კოდიან კონტენტიო, ფულიო და გავლენა ადამიანებზე და ყველაზე არაეფექტური ფორმაა ბერკეტის, მე რომ გითხო არის გავლენა ადამიანებზე და თქვენ კიდე სუე გაგვაგდა ხარჯული მაგაში. დროდე შენ როგორ უყურებ მაგ ამბავს რა? გამახსენი კიდევ ერთხელ ბოდიშ. ეგ არის რა, რომ ანუ საბოლოო ჯამში ბერკეტი რას ნიშნავს, რომ მასშტაბირება რომ გააკეთო და შენ დახარჯულ 1 საათზე რომ მეტი უგება მიიღო, ხო? მაგისთვის ტექნოლოგია შეგიძლია დაიხმარო, ხო? შეგიძლია შექმნა კოდი, რომელიც დაწერე ერთხელ და მე გაავრცელე, კონტენტი დადო, რომელიც დაწერე და გაავრცელე. მეორე არის რომ ფული გაქვს შესაბამისად კაპიტალი შექმნა, ან ფული გაასეს ხო იგივე, ან ფული აბანდო ინვესტირება, საფონდო ბირჟა იქნება, აქცია იქნება და შენ არაფერს არ აკეთებ და ვიღაცა სხვა აგენერირებს და მესამე არის თანამშრომლები, ადამიანები, გუნდი შეკრა და მუშაობენ და იზრდება რეალურად ხა კორპორაცია რას აკეთებს ხო? ანუ CEO-ს თელი არსის და მენეჯმენტის არსი არის, რომ ისეთი გუნდი შეკრას და ისეთი мотиваციის სქემა და წახალისების სქემები იყოს და ხედვა ისე იყოს, რომ ყველა რაღაცა ერთიან მიზანს ემსახურებოდეს რა და შესაბამისად ინვესტორის კუთხითაც და CEO-ს კუთხითაც ეფექტურობა და ხარჯულ დროში იზრდება, რომ სხვა ადამიანების შრომა, ინტელექტი და ცოდნა მოდის რა. ნავალიძე ყველაზე ერთ-ერთი არაეფექტურია, იმიტომ რომ რთული საქმე არის ეგ საბოლოო ჯამში რა. ხალხის მენეჯმენტი ხო და კი. როდის აჯანყდებიან არიციო ესე დღეს აი დღესდღეობით რო შეხედო ყველაზე დიდი ეს თქვით ისინი ჩამოდის რაღაც ბეთები იმაზე რომ რომელი სტარტაპი ფსონები ბოდიში ასე წამოვწდა. არა როგორ გიკადრება პირიქით ჩვენ ვარჯიშობთ ახლა. ისე ეგ მინდოდა მე თქვა სუმაგრეში ვართ. პოდკასტს რო უსმენდი აი სუეგის მიდის რა პარალელურ
ლაიტმოტივია, რომ სიტყვების აღმოჩენა კი, ხო. არა, ჯერ ორი მიზეზი გვაქვს. ჯერ პირველი მიზეზი არის ის, რომ ამ წიგნების თარგმნაში რომ ვიღებთ მონაწილეობას, ხან აქტიურს, ხან და ხან ნაკლებად აქტიურს. ძალიან გვეხმარება აღმოჩენა იმ სიტყვების, რომლებსაც მერე გამოვიყენებთ. და მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენი მსმენელიც გვეუბნება, რომ ნაკლებად არ ახუნეთ ბარბარიზმებიო. კი ბატონო. ამიტომ ფსონებს, რაზეც ახლა დებენ დიდი ტექები, არის რომ როდი შეიქმნება პირველი მილიარდიანი კომპანია, რომელსაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი ყავს, ერთი ფაუნდერი ყავს რა, დამფუძნებელი. და მეც მაგაზე ვარ, რომ პატარა და ეფექტიანი გუნდი და ის რომ რაღაც სწორი მიმართულება და თავისი ფოკუსი აქვს, უფრო მუღამიანი სამუშაო იქნება ეგეთ გუნდში მუშაობა, ვიდრე იქ რომ რაღაცა ეს კორპორაცია აშენო და ხალხი დაიმატო და ასე შემდეგ რა. არ ვიცი სწორად კონტექსტში ამოვიღეთ თუ არა, ვერც ვიხსენებს იმას ლეკითხრა მაგ ნაწილს კარგად და შეიძლება სამაგერთ მე გამახსენდა, ეხა შეიძლება თქვი, მე მგონი მეც ეგ მოვისმინე. მისტერ ბისტზე აქვს, მე მგონი ფსონი, რომ მისტერ ბისტი გახდება პირველი მილიარდიანი ერთკაცა მეწარმე. ეხა გამახსენდა. ერთკაცა მეწარმე უკვე არის მილიარდერი, მაგას კი არ იგულისხმება, მაგას გუნდი ყავს. ანუ ლაპარაკი არის რაზე, რომ შენ ერთი ადამიანი მარტო აგენტებით, ბევრი ხელოვნური ინტელექტის აგენტებით, რომლებიც დამოუკიდებლად აკეთებენ საქმეს, რომელსაც აქამდე ადამიანები ჭირდებოდა, იმიტომ რომ ვერ კეთდებოდა. შენ შეგიძლია ააწყო ისეთი კომპანია, რომელსაც მთელი პროცესები იქნება ავტომატიზირებული, ანუ კოდსაც დაწერს, მომხმარებელსაც დაელაპარაკება, ბაზარსაც გამოიკლევს. გადაწყვეტილებებში დაგეხმარება, ვორქშოპს ჩაატარებს, ჩემი არ იყოს და customer value proposition-ის დღეს პატარა ვორქშოპი მქონდა მინი ჩვეულებრივად, მარტო ვიჯექი რა, მაგრამ ნუ გაკეთებადი ხდება უკვე ისეთი რაღაცები, რაც მანამდე შეუძლებელი იყო, 3-4 ადამიანი თუ არ ჩაგერთო, ეგ არ გამოგივიდოდა რა. და მაგაზია საუბარი და აკეთებენ მაგას თორემ მეც მომისმენია კი. მაგამოში. კაი, ეხა მე ერთი ფრაზა კიდე ჩარჩენილი და მაგაზე მაინტერესებს შენ ცხოვრებაში რამდენჯერ ქონია ეგ გზა გასაყარი. ნავალი ძახის რომ როდესაცო ანაზღაურებასა და დამოუკიდებლობას შორის გექნება არჩევანი, ყოველთვის აარჩიე დამოუკიდებლობა და ეგეც ისეთი არის, სახეში რომ მოგხვდება. ხო, რომ მე ჩემი გამოცდილებით თითქმის ყველა გზა გასაყარზე წარსულში ანაზღაურებას ვარჩევდი, ვიდრე დამოუკიდებლობას. შენ თუ ქონია ეგ გზა გასაყარები და ეხლა მაგ გზა გასაყარზე ვდგავარ. სუმან დაყარ. არის სული ფეხ, სუმან. არც იქ სულ გასაყარდა, ხო? კონკრეტულად გას. კიდე რაღაცნაირად ისევა რომ თითქოს მერე გზაჩნდება რა. დამოუკიდებლობისკენ დამოუკიდებლობა, ნუ შეიძლება ისიც არ იყოს დიდად ტყვეობა, რომ სადღაც ალბათ მიხვიდე და იმუშაო, მაგრამ ის რაც ახლა თავისუფლება და დამოუკიდებლობა ახლავს ამ სტარტაპერობას თუ მეწარმეობას, მე ყოველთვის მოკლედ მაგას ვარჩევდი რა. ეხაც და რა გაიხსენო რა იდო, რა იდო აქეთ ანაზღაურების მხარეს. და აი არა თქვი და ისევ აქეთს გამოხვედი დამოუკიდებლობაში. კონკრეტული მაგალითს თუ გაიხსენებ რა. აი ნახე როგორ უყურებ ხოლმე რა. ეხლა რა ვთქვათ რაღაც პოზიციაში ვარ, ხო? რასაც გამოვიმუშავებ ერთი იმდენს ვამატებ ზევიდან და ვიხდი თავისუფლებაში რა. მინიმუმ ვთქვათ რა, ეგეთი აღქმა. ანუ 10 თუ შოულობ 10 ამატებზე და იცი რომ იმას ვიხდი თავისუფლება. ანუ იქ რომ 20 მომცენ, აქეთ მირჩევნია მქონდეს 10 რა. იმიტომ რომ ეს თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და ეგ დამოუკიდებლობა პლუს პერსპექტივა იმისი რისიც გჯერა რა. კი. და ეხა რაღაცაზე უარის თქმა იმ მუღამით რომ შენ ბოლო-ბოლო ნუ შენ თავთან იქნები მართალი რომ აი ეს გავაკეთე ბოლომდე ვცადე და ამის მჯეროდა და ეს ვისწავლე მოკლედ კიდევ იმის ჯერა რომ ის პერსპექტივები რომელიც აი ეს მსგავსად ჩდება რა ხშირად იქნება. თუ ამ საქმეს მიყვები და გრისის ჯერა იმას აკეთებ, ანუ სადღაც ეს safety ბალიში, ანუ რაღაც უსაფრთხოების ბალიში
მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ, რომ სულ რაღაცნაირად მომყვება რა, არ ვიცი რანაირად, მაგრამ მაგ კომფორტს მიქმნის, რომ აი ამოდი გადავხტები რა, მოდი ისე გავაგრძელებ ამ გზაზე სიარულს, შეიძლება ბევრი რაღაც ახლდეს, ხო, იქ რა ვიცი, ოჯახს ბევრი ჭირდება, შენს რაც უფრო გემატება ასაკი ბევრი ჭირდება, ბოლო-ბოლო კაი მანქანა გინდა ძალიან, რაღაც რომელიც დიდი მუღამი გაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ იმის გჯერა, რომ მოდი რა, აი უფრო საინტერესოდ გავივლი, ჩემსას გავაკეთებ, რაღაც მივახწევ რა. შენ ახლა ისეთ საკითხს შეეხე, რომ გამიჩნდა სურვილი იღბალზე დავილაპარაკოთ რა. შენ ახლა ნავალს ამ წიგში მოკლედ. საერთოდ დავაკვირდი რა, ცოტა გადავხტები, დავაკვირდი, რომ დავაკვირდი კი არა, ხო, დავაკვირდი, რომ მე რომ მეგონა, რომ იღბალს ეს წარმატებული ჭკვიანი და მცოდნე ადამიანები გააუფასურებდნენ, ასე ვთქვათ რა, და ყველაფერს როგორც ლევანმა დაიწყო შრომას მიაბამდნენ რა, ეგრე არ არის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რამდენი რაღაც ნააზრევი წავიკითხე, ყველა აღიარებს იღბალის ძალიან დიდ როლს რა. ყველაფერში წარმატება და ვარქვათ, წარმატებაში რა. მე პრინციპში შენ ახლა ისეთი გზა გავლილი და ისეთ გზას გადიხარო, ახლა რაც შენ თქვი რა, გზა გამოჩდება, მერე რაღაცა ხდება, მერე რაღაცა ისე ლაგდება. ნუ ეგ ჩემ ახმაში ცოტა იღბალს გავს, არა? არის ხო? იღბალი ბევრი წახნაგიდან შეიძლება ალბათ დაინახო, შეიძლება ბრმად თქვა, რომ ეს არის იღბალი და თავში დამეცა. ეგეთი იღბალი ალბათ უფრო შეიძლება ხდება ხოლმე ეგრე, მაგრამ მაინც თუ რაღაც ახსნას ვეძებ, ანუ მე რატო იყო ეს იღბალი რა. მაინც გონია, რომ იღბალი არის შენი წინა სწორი, გულწრფელი, პატიოსანი გადადგმული ნაბიჯების შედეგი რა. ჩემთვის ეგრეა და არა ის, რომ რაღაცა დამეცა. კარმას გავს შენთვის. ხო, ბეკი ზუსტად კარგი ის არის, კარმას გავს იღბალი. ეგა ეს იღბალზე ძალიან ისე აქვს რა, კარგად ნაბჯენი აქვს რა, ნავალს რა და ესე კარგად აქვს ჩამოყალიბებული, რა უნდა ქნა რომ გაგიღიმოს იღბალმა რა, რაღაც ისეთი კითხვაა რა, სულ არ ელოდები წიგში რა და იქონია იმედი, რომ იღბალი იპოვის. ერთი ეგ, მერე ამბობს რომ მიდექ მოდი, რასაც ლაპარაკობს რა, რომ დაფიქრდე როგორ პრინციპში ყველა ალბათ ფიქრობთ მაგას რა, მიდექ მოდექი სანამ იღბალი არ გადაგეყრება. ხო? მოამზადე გონება და გააზლიერე მგზნობელობა, რათა შანსები ხელიდან არ გაუშვა, გახდი საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებ, არ შეწყვიდო გაუმჯობესება, სანამ მართლაც არ იქნები ასე და შესაძლებლობა თავად მოგზებნის. იღბალი შენს ბედისწერად იქცევა რა. თავის ის აქვს ფილოსოფია აქვს იღბალთან ურთიერთობის და ძალიან ვეთანხმები. ხო, ეს რაღაც ესეც კარმა, მაგიტო ჩემთვის ესეც კარმისებრთა ზუსტად, კარმისებრთა ოჯახია. ესე მაქვს მე იღბალზე რა, ანუ ხტომილება, უბედური ცუდი ხტომილება, უფრო ცუდი იღბალი. აი ხო არის რა, რას გულიხო, რაღაცა მარტო შეიძლება ისე დაგიმართოს, რომელიც აი ვერანაირად ვერ დააკავშირო ქმედებასთან რა, აი თითქმის ვერანაირად ან ყოველ შემთხვევაში ნუ გაგიჭირდეს რა, ვერ მონახვე. მაგრამ რაც შეეხება აი მართლა იმ შესაძლებლობებს და იმ წარმატების და რაღაც მატერიალურ იღბალს და რაღაცნაირ ყოფით იღბალს რაც შეეხება, მეც რაღაცნაირად ეგრე მჯერა, რომ იწუთნები შენ ამ შენი ქმედებებით რაღაცა კონკრეტულ რაღაცაზე გაქვს მომართული მე ეს ყველაფერი რა და როგორც კორპორატიულ კარიერაში ვინც ცდილობს რომ საუკეთესო გახდეს, იმას ყველა ვარიანტში შემოთავაზებები მოსდის რა, იმიტომ რომ იქ ხო ბევრი რაღაცა არის საუკეთესოობისთვის საჭირო რა, იქ მათ შორის ვახშმებზე სიარულიც და მათ შორის გამარჯვებები და ნახვამდების და გაცნობები და სავიზიტოების გაცვლა იქნება, თუ ციფრული სავიზიტოების გაცვლა, თუ LinkedIn-ზე ლაიქების და კომენტარების დატოვება, ანუ მაქედან გამომდინარე მე იყრება ის რომ ვიღაცის თვალსაწიერში ხარ ან რაღაცის თვალსაწიერში ხარ და ავტომატურად მოდის რა, ხო და ეგრე არის აქაც მგონი რა, ანუ მეწარმეობაზე არ ვიცი შენი უკვე მეწარმეობაში როცა გაქვს და ტვინწყობა რო გაქვს მოწყობილი ისე რომ
გინდა არ გინდა ყველაფერს უყურებ, ამ თოვლის ბაბუსაც უყურებ იმითი რომ ნეტა რანაირად და საიდან და რა ფასეულობაა და როგორ შეიძლება რომ ეს გამოიყენო, იღბალებიც მე რაღაცნაირად გეცემა თავზე რა. ზუსტად ეგ არის. იღბალი არ არის სასიარულო გზის мотиваციები რა. ესე მეორე მხრიდან რომ შეხედო. აბა, რა სასიარულო мотивация. რა გზაზეც დადიხარ, აი თქვათ იგივე თქვათ მეწარმეობის გზაზე მიდიხარ, ხო? და ამ გზაზე мотивация შეიძლება დაარქვა ბევრ რაღაცას რა. მათ შორის ეს პატარ-პატარა საკითხები, რომლებიც შეიძლება შენ გადადგმულ ნაბიჯებს მოსდევდეს და იღბალი უწოდო რა. საბოლოო ჯამში ეს მამოტივირებელია იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგა რა. ანუ რომ უკან გადავახვიოთ, შენი მამოძრავებელი საბოლოო ჯამში იღბალია რა. ინტერესოა. ცოტა ვერ გავიგე. ვერა? ანუ გავიგე რა კუთხით რომ გავიგე რაც თქვი, მაგრამ გააზრებას ვცდილობ, ანუ მაგალითი რომ მოვიყვანო, მაგალითად ის რომ მე რაღაცას ვაკეთებ და უცებ, ვაუ, რაღაცა მაგარი მოხდა, რომელმაც ეს აწია თამასა კი და გადამიყვანა ამ ტურში. ან მაგას დავარქვათ იღბალი, ხო? ანუ აკეთე რაღაცა, ეს რატო მოხდა ეს იღბალი, რომ წერან როგორც თქვი, კარმისებს და ოჯახიდან მიხვედი იმ წერტილში, რომ ეს იღბალი შენ ცხოვრებაში მოვიდა, ხო? ამან ხო მოგცა мотивация და მე გააგრძელე გზა და უფრო წინ წახვედი, ხო? შესაბამისად შენი მამოტივირებელია ეს იღბალი რა. გავიგე. ეხა იგივე გქონდა და შენ პროსტა ტექსში უფრო კარგად ერკვევი, უფრო რა, კარგად ერკვევი და მე არც ისე. და ეხა პირველი რაც გამახსენდა, რომ აი Nvidia დაარსებიდან აკეთებს გრაფიკულ კარტებს. პლატებს, თუ ჩიპებს, თუ რაც ქვია რა. მას ხო არ დაუგეგმავს ის, რომ ის გახდებოდა მთავარი ჩიპების მიმწოდებელი ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, ხო? ის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იღბალივით არის თან, ხო, რომ აღმოჩნდა თურმე, რომ ყველაზე ეფექტური ჩიპი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ამუშავებს, არის გრაფიკული ჩიპი, რომელშიც დაოსტატებული იყო Nvidia, იმიტომ რომ თამაშების ინდუსტრიაში მიზნებდა და გრაფიკულ ინდუსტრიაში, ხო, სანამეიაში მოხდებოდა, ეგეც ნახე იღბლის ნაწილია, რომ მაგამდე blockchain ამბები და mining-ი იყო სადაც. და მაგაშიც ეგ იყო ისე, ხო? Nvidia იყო, ანუ mining-ში მთავარი ჩიპები რაც გამოიყენება, ვიდეო ბარათები არის რა. ანუ ორი იღბალი დაეცა თავზე, ხო? ერთი mining ის დაეცა მაგას, რომ ყველაზე მოწინავე კი არა მაგაზე დგას რეალურად მთელი ინდუსტრია, ეს არის ASML-ი, თუ იცი კომპანია, ანუ Nvidia ჩათვალე დგას ASML-ზე. ASML-ი არის ჰოლანდიური კომპანია, სახელმწიფო ფაქტიურად რა ვიცი, დაცული ტერიტორია და საიდუმლოება. Chips wins ბეჭდავს, პრინტერი ჩიპის არის ყველაზე ძლიერი ამ ASML-ის რა. ანუ მაგათთან პარტნიორობს Nvidia და სულ რამდენიმე კომპანიას აქვს ეგეთი საბეჭდი, ანუ ვერც იყიდის ახლა რაღაც ქვეყნის დონეზე წდება ეგ, რომ ვინ ჩინეთი ვერ ყიდულობს და ვერც აკეთებს მაგას რა, ტაივანს აქვს ეგ რა. მაკეთ აქციები დალისტული არის კომპანიაში. ვაი და გაფრინდა, ანუ აუ ეგ უნდა მაგრამ მე მგონია ეგ ახლა მაგას გადავამოწმებ ჩვენ ჩეტებში, მე მგონი ჩვენმა საინვესტიციო გურუმ გვირჩი აქი ხო, ეს კიდე ხეირი. ხო, იღბალი არ არის, რომ AI გამოჩნდა და Nvidia მზად დახვდა რა. მაგამდე იყო ეს blockchain-ი, მაგამდე იყო ეს ტექნოლოგია. ხო, მაგრამ მას ხო ეგ არც ერთი რას გულით ხო, ვიცი იღბალში რატო იღბალის ტიპის მოვლენად რატო დავფიქრდი უბრალოდ და წამოვაყენე ეგ თეორია რა, რომ ანუ საბოლოო ჯამში მე ესე წარმოვიდგინე რა, მე შევუდექი გრაფიკულ კარტების ბიზნესს. და გრაფიკული ბარათებისთვის ჩემი ბაზარი და ჩიპების ბაზარი არის რაღაცა გრაფიკული ნებისმიერი გრაფიკული მოთხოვნა რაც არის და ვიდეო თამაში იქნება ეს თუ არ ვიცი სხვა რაღაცა რასაც ჭირდებოდა ის რა და შესაძლოა იქ რაღაცა ბაზარი არის რომელიც რაღაცა მოთხოვნა არის რაღაცა მარჟა რაღაცა მომგებიანობა არის და უცებ საერთოდ სხვა ინდუსტრია რომელიც თავისთვის რაღაცას ინოვაციას აკეთებს რაღაცას რომლითაც მე აღმოჩნდი მე ხო ჩემთვის შემთხვევით აღმოჩნდი იმისთვის გამოსადეგი მე ხო ეგ არ დამიგეგმავს მაგრამ მაგას ისევ დავარქმევდი კიდევ იმ არა სტარტაპ მაინდსეტს რომელიც მათ კიდევ აქვთ თავის გენში რა ბიზნეს გენში და სტარტაპ მაინდსეტი რა არის რომ პივოტინგი ანუ ეს სწრაფი ცვლილება გააკეთო მარტივად და
ყველაზე ეფექტურად რა. ხო. არ იყო ეს ტლანქი, რომ მე Nvidia ვარ, მარტო ბარათებზე მუშაობ, ამ იმაზე რა ქვია, თამაშების ვიდეო კარტებს უშვებ და ეხა ამ ბაზარზე თავარი ტიპი ვარ და მოდი რა ის პერსპექტივა რომელიც ეხა ესე ჩანს, იმისკენ არ შევიცვალო რა. რეალურად ანუ გიგანტია, მაგრამ ისევ ამ სტარტაპ მაინდსეტით მუშაობენ. და ეგ არის ალბათ ის ჩემი აზრით პასუხი. ეხლა ამ საუბარმა დამაფიქრა, რატო გამოვრიცხავთ იმას, რომ გეგმა ეგ არ იყო, მაგრამ გათვალისწინებული იყო, იმიტომ რომ არ გამორიცხავ, კითხვა დავსვი უბრალოდ. არა, მეც კი არ მავსქენი, მეც კითხვა დავსვი რა. არ გამოვრიცხე, ეხლა გავიხსენე რა Nvidia-ს CEO, სახელდა გვარი სამწუხაროდ. ჟენსენ ჰუანგი თუ რა ქვია? ხო, აი უცნაურად ჟღერს რა და ისეთი რის თქმა მინდა რომ ის არ არის ბიზნესმენი არ არის, არის ინჟინერი. ტექნარი უხდება ეხა ამ სიტყვა ამ ხო და არ გამოურიცხავ რომ ბევრად უფრო სიღრმისეულად ერკვეოდა იმაში რასაც აკეთებდა და ბევრად უფრო ფართესურად ხედავდა საჩელებოდა ხო არ ეჩქარებოდა და მაღაზე ფსონს არ აკეთებდა რომ ეხა ამითი ავშენდებით რა იმიტომ რომ ბევრ სხვა რამეზე არის დამოკიდებული ხო იყო რომელია ისე დასაშენებული ეხა გადაშენდა უბრალოდ არა ეხა წარმოუდგენელია წარმოუდგენელია არა ადამიანურ მდგომარეობაში კაპიტალიზაცია არის მაგრამ მან თუ ნახეთ ის ბაბლზე რომ მიდის გავყიდე Nvidia მაგიტო 6 კომპანია რო ერთმანეთში ფულს ატრიალებს გავყიდე Nvidia ცოტა ხნის წინ რა Nvidia და Palantir გავყიდე ცოტა ხნის წინ იმიტომ რომ მაგრა დაეცა როგორც ვიცი რომ დაეცა ხო გავყიდე ცოტა ხნის წინ იმიტომ რომ ფუნდამენტურები რო ჩამიგდო ჩემმა მეგობარმა აჩიკო დავლიანიძემ ანუ ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ ამართლებდა მაგას ანუ რაღაცა ფასის და მოგების ერთ აქციაზე და მაქსის ფასის შეფარდება ქონდა ისეთი რომ საერთოდ ყველა შეკვეთა მაგას უნდა აიღო და ის შეკვეთები უნდა გაათმაგებულიყო რომ ეგ გაემართებინა პალანტირი რა შემთხვევაში ხსად გადავხვდით ეხლა მაგრამ კაი იყოს ეგ მაინც პალანტირი იცი რა შემთხვევაა აი ჩვენს წინის ეპიზოდში ვასო რო გვეუბნებოდა რომ გადავედიო სტორიების ამბების ყიდვაზე ხო ანუ ფინანსურების ყურებას იმდენად დიდი ნიშნულობა აღარ აქვს აი ამ ვითარებაში და კორექტირება ალბათ მოხდება და პალანტირს არაერთხელ გქონია კორექტირება ალბათ არაერთხელ მოხდება მაგრამ ის იდეა რასაც პალანტირი ემსახურება ხო და მაგ სტორიში რას გულისხმობდი ფუნდამენტურს ის რომ არსებულ ფუნდამენტურზე კი არის ლაპარაკი ანუ იმ ისტორიას ის მომავლის ფუნდამენტურზე რასაც ლაპარაკობს რა ის რომ სურო მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მაგის დეტალებში ვერ ჩავალ მაგრამ დიდი იყო და გავყიდე და მე მგონი მაგ ნაწილში ცოტა მოვიგე თუ გამიმართლა თუ რაც ქვია მაგრამ Nvidia არ ვიცი Nvidia-ს მივაყოლა ეგეს გავყიდე არ ვიცი რატომ არა გავყიდე და მაშინ S&P 500-ში გადავიტანე მარტივად ჩემი საკუთარ რჩევას მე მივყევი და წავედი დივერსიფიცირებულ ბაზარზე მოკლე საშუალებადაში მაგ ინდუსტრიას კორექტირება ელის, რა ვიცი, მე მგონია, ესეთი შედახდა ყველა მაგ საკითხზე, რომ დავკორექტირდებით, იქნება ეს აი ეგ ბაბლი, რასაც ერთმანეთში რო ატრიალებენ, ერთმანეთს რო აძლევენ სხვადასხვა ტექნოლოგიას და ასე შემდეგ, ერთი იმას რო უხდის, მეორე ამას. ხო, ალბათ რაღაცა კორექტირება მოყვება, მაგრამ გზელვადაში ალბათ კი ეგ არის მომავალი რა. მე ვერ ავსდებით მაგას. ეხა რა რითიც დავიწყე, ყოველ შემთხვევაში მე რითიც დავიწყე საუბარი, იყო ეს ნავალის ეს ძალიან მაგარი სინთეზი აღმოსავლური ბედნიერების ამბავი ხო? როგორ დავარქვა, არ ვიცი, სიბრძნე დავარქვა თუ სულიერება დავარქვა. ჩემთვის სიბრძნე არის. ხო, აი სიბრძნე, სულიერება, რაც კიდე დავარქვა და აი ამ დასავლური, აქამდე ამდენი ხანი რაზეც ვილაპარაკეთ, ამ დასავლური წეშოულებების. იცი რა გამახსენე მაგაზე ანდრო უყავდა ეპიზოდში და რაღაცნაირი ის არისო რა, ანუ აღმოსავლური ამ სიბრძნის და ამ დასავლური ამ უნარჩვევების მიქსში არისო, გასხივოსება ფაქტიურად რა და რაღაცა ის ნავალი უცებ ჩემ იმაში ტვინში დალაგდა ეგ ადამიანი რომელმაც ორივე მხრის საუკეთესო აიღო და რაღაცნაირად ეხა სიმშვიდეში არის, იმიტომ რომ მართლა რას ამბობს თან რომ შინაგანი სიმშვიდე და რაღაც სიჩუმე არის ბედნიერება. კი. როცა აღარაფერს აღარ მისდევდა, აღარაფერი აღარ აქვს საწადელი, ეგ არის ბედნიერება და მაგარი ხა მაგარს მაგის მოფიქრებულია აღმოსავლური მთელი ის მაგას არის, მაგრამ რა მაგარია რომ
ეგ ბედნიერება, მართლა განმარტება ბედნიერების, რომელიც პრაქტიკაში ეგრე მუშაობს, რა რეალურად არაფერი არ გინდა, ოკეი, ხა და კარგად ხარ ყველაფრით იმითი რაც გაქვს. თორთან დასავლური პრაქტიკულობა გამოიყენებ, რომ იძახის რომ გამდიდეთ თქასო, კარგია, სიმდიდრით უფრო კომფორტული არის რა, მაგრამ არ გადასულა 8, 9, 10, 200 და 300 მილიარდიან თამაშებში, არამედ კარგად არის კაცი 100-დან 200 მილიონამდე და შვიდათ არის რა და როცა მოუნდება პოდკასტში მიდის და როცა მოუნდება იმაშვება რა. ძალიან მაგარი განმარტება აქვს, ხა ბარებ შევეხეთ ამ თემას. ბედნიერება არის კმაყოფილება იმით, რაც გაქვს. წარმატება კი კმაყოფილების შედეგია. არჩევანი შენზეა. ანუ ეს რო წავიკითხე რა, მე ვერ დავაბრალებ მაინდა-მაინც ნავალს. ძალიან ვემთხვევი ნავალის აღქმაში ბედნიერების ნავალისეულ აღქმაში ძალიან ვემთხვევი და ეს რო წავიკითხე აი ეს კონკრეტულად ეს ფრაზა მე ისეთი განცდა გამიშთა და ესეთი სურვილი გამიშთა რა არჩევანი მართლა ჩვენზეა რა და არჩევანს აქვს თავის დრო ეგრე მესმის მე წარმატება კი უკმაყოფილების შედეგია ხო წარმატებების უმრავლესობა არის ჩემ თავზე უკმაყოფილების შედეგი უბრალოდ რაღაცა მომენტში ჩერდები იგი ხა იცი ეს რაღაცნაირი სტილი არის ხო ეგ სოციალურ ქსელებსა რაღაცა ციტატა რომ მოკავდა მე რო გეუბნებიან კიდე ერთხელ წაიკითხე რა რაღაცა ჭკვიანურს თუ წერ აი ეგ დაახლოებით ეგეთი იყო რა ანუ ესე იგი ბედნიერება არისო ბედნიერება არის კმაყოფილება იმით რაც გაქვს და აქ ხო ხდები აი იმას ჩვენ საუბარში გადავით მაგრამ აქ როგორი განცდა რჩება იცი აი აქ რო გააჩერო აქ რჩება განცდა რელიგიური მოძღვრების განცდა რჩება ხო და ამ დროს მაგას არ ამბობს მაგიტოვა რა ხსოვნებული იმიტომ რომ ეგრევე აგრძელებს ამ წინადებას რომ წარმატება კი უკმაყოფილების შედეგია არჩევანი შენზე აი ერთ წინადებაშია ჩატეული ყველაფერი რაც ჩვენში მოძრაობს რა ჩემი აზრით რა ხო და ეს ჩვენ კი ვილაპარაკეთ მაგრამ შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერზე გვაინტერესებს შენ როგორ პოულობ ბედნიერებას ბედნიერებას პოულობ ავიცი აი ხშირად არის რაღაც ბევრი ხო განმარტება რომ აი რა არის ბედნიერება და ვისთვის რა არის ხო მაგრამ შეიძლება შეადარო კონკრეტული ბერის მოსაზრებას შენი ბედნიერება, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ აი ეს სიმშვიდე არის ჩემთვის ბედნიერება რა რაც გამოვიკითხე და ეს სიმშვიდე იმაზე რომ სიმშვიდე საიდან მოდის ხო რომ რაღაცა ბევრი საფიქრალი არ გაქვს და ეს ბევრი საფიქრალი არ უნდა კი შეიძლება არ იყო ისე რომ საფიქრალი რო არ გაქვს ძალიან ცუდი არის მაგრამ არ გაქვს პრობლემებზე ბევრი საფიქრალი რა ეს პრობლემა თუ მომდინარეობს ერთი იქიდან რომ შემდეგი ნაბიჯი როგორ უნდა გადავდგა რომ სადღაც მივახციო მე აი თქვათ ერთმა დაიფაროს და ის ჯამრთელობიდან გამომდინარე პრობლემა ხო ეს ფუნდამენტური რაღაცები არის ალბათ თავარი სადაც სიმშვიდე უნდა იპოვო და სიმშვიდე საბოლოო ჯამში ამ ფიქრებისგან განთავისუფლება არის რომელიც რაღაც პრობლემებით გაზიანებს ხო აი ეგ აი ჩემთვის არის ფოთი რა მომავალზე რა ანუ რომ მომავალზე რომ დარდობ იმიტომ რომ გააქვს იმის შიში რომ მომავალი იქნება იმაზე ცუდი ვიდრე ეხლა ხარ მაგას მოაქვს ჩემთვის ყველაზე მეტი უბედურება რა და რაც შეეხება იმას რომ უკმაყოფილება წარმატების საწერია ანუ 100% ეგრეა და მაგას ვფიქრობ რას დარდობ რა ვცდილობ და ვსწავლობ ნელ-ნელა და იმედია ვისწავლი იმას რომ როგორ მოვახდინო მაგ ორის ჯანსაღი ბალანსი რა ანუ ვიყო უკმაყოფილო იმიტომ რომ მქონდეს მიზანი და მინდოდეს რომ რაღაცისკენ მივიღწოდე განვითარება იქნება ეს წინსვლა იქნება რაღაცის შექმნა იქნება და ამავდროულად ვიყო კმაყოფილი ზუსტად იმითი რომ მაგ მოგზაურობაში ვარ და არ მაშფოთებდეს ის მომავალი პირიქით რა საინტერესო გზას ვადგავარ ნეტავი ხვალ რა იქნება იმიტომ რომ აი ამ რაღაცა საინტერესო რამეს ვეჭიდები და აი მაგ და თან ხშირად როგორ არის რომ მომავალზე ნერვიულობით და ფიქრით ზედმეტად ფიქრით სულ სხვა რაღაცებისკენ მიდიხარ და რეალურად ამ შენი ნერვიულებიდან ალბათ 90% არ ახდება. არ მოდის ხო, იმიტომ რომ მომავლის პროგნოზირებს. ხო, არ ვიცი, ზედმეტ რაღაცებს ფიქრობ და სხვათა შორის აინშტაინის ერთი გამოთქმა არის ძალიან მაგრად მიყვარს. მე არასდროს ვნერვიულობ მომავალზე, იმიტომ რომ ის ძალიან სწრაფად მოდის.
ძალიან მაგარია რა, მაგრამ მიყვარს ან რო ინერვიულო, ან მაინც იმ მომენტში ესე დადგება ეს შენ მომავალი და მიხვდები რომ თურმე არისო რა ეს. მაგაზე ასევე უწმაწური რუსული ხუმრობა არის, რომელიც მახსენდება და არ ვიტყვი, მაგრამ შეუმჩნევლად მოპარვას ეხება? შეუმჩნევლად რო გეპარება ეგრაზეც ნერვიულობ მაგაზე აი მივხვდი რომ ანუ კარგი ასოციაცია. ეხა იცი რა განცდა გამიშთა მე რომ აი ხა ამ საუბრის ძალიან ისეთი კარგი შეჯამება არის კлау ნავალის ფრაზა, ну ნავალის არ არის, მაგრამ ნავალის მოდიფიკაცია ფრაზის. საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად მოეკიდები, შენ უბრალოდ მაიმუნი ხარ, რომელსაც აქვს გეგმა. აი ეგ არის რა. მაიმუნები გეგმით. მაიმუნები გეგმით. მაგარით. მუდმივი სწავლელი მანქან perpetual learning machine or monkey with the plan. ასეთი სკოლა. კი, შემეცნებითი მანქანა მუდმივი. კაია, მე მომწონს ნავალის მაგარი წიგნია. კი, და თან თვითონ ეს ფორმატიც რა, ანუ ამ წარმატება დოულათის შექმნისა და ბედნიერების, იმიტომ რომ ერთის მხრივ 100% მიუყვები და ვიძახი რომ ანუ ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანს რა. ყველა ფულიანი მაგას იძახის, ყველა უფულო ფიქრობს რომ მოუტანს რა. და ამავე დროს ძალიან საჭირო ინსტრუმენტი არის ფული იმისათვის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო, რომელიც მე საბოლოო ჯამში ბედნიერებამდე მიგიყვანს. აი ეგ არის და ამიტომ ხო და ამიტომ არა რა, მოდი ვეცადოთ, ვისწავლოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მატერიალური დოულათი შეგვიძლიათ აქ არ არის ლაპარაკი ასობით მილიონებზე რა, დოულათი შეგვიძლიათ იმისათვის, რომ შვიდად ვიყოთ და ეს მარტივი მატერიალური პრობლემები უბრალოდ აღარ გვაწუხებდეს და გვადარდებდეს და მეტი დრო გქონდეს იმისათვის, რომ მართლა ვისიამოვნოთ ამ ცხოვრების მაგარი მომენტებით, რომელიც თითქმის ყოველდღე არის რა. შვეიცარია ვიყოთ. ხო არა რა, იცი, ხანდახან მეპარება ხოლმე რა ის სურვილი, რომ აი რაღაცა გრანდიოზულ საქმეს, მაგრამ მე სუის მახსენდება, რომ რეალობაში რაც მინდა არის, დაახლოებით ნავალმა რაც გააკეთა თავის მასშტაბით. ეხლა ის თუ კალიფორნიაში 120 ზის, მე რა ვქნა, თბილისში 12 ამფეტი შაკა. შენ პირშაკა. შენ ნათქვამს და ამფეტი. შენ ბოლოს ნათქვამს ერთ მცირე იმას, რა ვქია, მოდიფიკაციას მივცემდი, რომ მოდი ვეცადოთ შევქნათ რამე ღირებული და თუ სწორ ბიზნეს მოდელს მიუყენებთ ღირებულს, ფული მოვა. 100% და ცოტა ხანში რილშიც ვლაპარაკობდი მაგას და რეალურად საბოლოო ჯამში რაც მეტად სასარგებლო ვიქნებით, რაც მეტად მეტი ადამიანისთვის, ეგ ავტომატური შედეგი იქნება თუ მართლა მათემატიკაში არ აირიე უბრალოდ. ეგ არის მათემატიკა. რაღაცა პლუს მინუსში თუ არ და ვისწავლოთ მათემატიკა, მნიშვნელოვანი ფაქტორი. მე მინდა ერთ რაღაცას შევეხო, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იმასაც ეხება და შენ რასაც აკეთებ რაღაც დონეზე იმასაც ეხება რა. ისევ გავლენის ბერკეტებზე არის საუბარი. პროდუქტები, რომელთა დუპლიკატის შექმნას დამატებით დანახარს არ მოითხოვს და მე ჩამოთვლილი აქვს დაახლოებით რა ვარიანტები არის რა და ეს არის წიგნები, ეს არის მულტიმედია, ეს არის ფილმები და ეს არის კოდირება. და ალბათ კოდის წერა გავლენის ყველაზე ძლიერი ფორმაა რა და მე უცებ იქ გული მეკუჭებოდა ეხა გამიხარდა, იმიტომ რომ მულტიმედიაში და წიგნებში ცხვირი ხო, მარტივად გამრავლება და ეგზემპლარების შექმნა, ხო, სადაც ყველაზე ეს არის კოდი, ხო, აპლიკაცია. თუმცა ეს აპლიკაცია უფრო რთულია გაავრცელო. შექმნა კიდე გამარტივდა რა, მაგრამ ადამიანამდე მიღწევა და მან რო ეს ამაში რაღაც ღირებულება რეალურად ნახოს, ხო, ეგ არის ყველაზე მთავარი რა, თუ ყველაფერს შექმნა. აი ხა მან პიტერ ტილის ისევ ისტორიას მოვიშვერიებ რა და ამ PayPal-ის კეთებას, ხო? რომ ამ კოდს და იმ ბიზნესებს და იმ წამოწყებებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი რომ გახდნენ თავიანთ ნიშაში მონოპოლისტები, ანუ საუკეთესოები უბრალოდ ვერავინ ვერ კონკურენტოს, რამოდენიმე რაღაცა ჭირდება რა. ერთ-ერთი ის არის რომ ადვილად მასშტაბირებადი უნდა იყოს, ანუ შემდეგი კოპიის შექმნა არ უნდა მოითხოვდეს იმავე დანახარს რაც პირველის, ანუ
უფრო უნდა იკლებდეს მოკლედ კოპირების ხარჯი და მეორე რაც არის რომ ესე ქსელური ეფექტი უნდა ქონდეს რა ანუ შენ თუ ჩაერთვები და მე თუ ჩავერთვები შენთვის სასარგებლო უნდა იყოს რომ მე ჩავერთვე და Facebook-ზე ხალხი სხვაგან აღარ გაგიჩნდება რომ მიდიხარ ხო და იგივე არის გადახდის სისტემაც ხო ეხლა რაც მეტი ადამიანი ხმარობს PayPal-ს ყველაზე ვიძახი მით კარგი არის და ასე შემდეგ რა და ამიტომ მაგას გულისხმობდი რომ ანუ იგ გავრცელება არის რთული ანუ ქსელური ეფექტის შექმნა რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ჩართო რომ ყველასთვის სასარგებლო იყოს ხო და ეხლა ის იგივე პიტერ ტილის სტრატეგია რაც არის როგორც გააუცელა მან რა რომ $10 იხდი და იმაში ვინც ჩაერთვებოდა უხდი და იქით ფულს და $10 აძლევდა კიდე თუ ვიღაცა სხვას ჩართავდა რა ანუ ფაქტიურად მომგებიანი გახადა მომხმარებლებისთვის რომ მომხმარებლებსვე შეექმნათ ქსელი რომლიდანაც გამოსვლა თვითონ არ მოუნდებოდათ და მე ამითი იხეირებდა შეიძლება ბევრად იაფი ყოფილიყო მაგის გადახდა ვიდრე ის რომ მარკეტინგ შექმნილ და ეხლა ეგ გააკეთა მაგითო გადაიხადეთ ბევრად უფრო იაფი ეგ არის ხო რეფერალის უღამი და იმის რომ შემოდი ჩვენ პლატფორმაზე და $5 დაგხვდებათ ხო არის ეგეთი რეალურად რას ნიშნავს რომ კლიენტის მოყვანა უждდება თქვა იმას $10 $7 რაღაც დათვლილი აქვს და მაგას ეუბნება აი მოდი პირდაპირ ფულად მოგცემ რა ხო იგივე სამბობს ეგ ხო არა და მაგ ნაწილში რო იძახი რომ რთულდება ანუ რამე მანდ რა სირთულეები არის რა მარკეტინგს გულისხმობ თუ უბრალოდ ისეთი ფასეულის შექმნას რომელიც იმდენად გამოსადეგი იქნება რომ ნახე პირველ რიგში ისევ ალბათ აი ბაზრიდან გამომდინარე თუ საქართველოს ბაზრისთვის აკეთებ ალბათ სხვა ტიპის და სხვანაირი აპლიკაცია უნდა გააკეთო მაგრამ თუ გლობალურ ბაზარზე გაქვს აქცენტი იქ სხვანაირი თამაშის წესებია და უფრო მეტი დანახარჯია ერთი კლიენტის მოყვანაზე არა რაღაც დიდ ოკეანის შეხარ სადაც ეს ფული უფრო მეტად უნდა ხარჯო რა და ყველაფერი ხო რესურსებთან მიდის რა გააჩნია ხო ამ კონკრეტულ მაგალითზე არ ვსჯელობ ჩვენ ზოგადად და ზოგადად აი კონკრეტული მაგალითი Lovable რო აიღო ეხა ეს ვებგვერდი რომელიც რაც რამოდენიმე რა თქვი Lovable არის ეგეთი სტარტაპი რომელმაც გააკეთა კომპანია არის რომელიც გეხმარება რომ შენ ლინგვისტური კოდით, ანუ პრომპტით, ლინგვისტური კოდით შექმნა ვებსაიტი, აპლიკაცია რა, რომელიც ამ კომპანიამ მოხსნა რეკორდი, ყველაზე ჩქარა მიაღწია 100 მილიონიან შემოსავალს ბრუნვას და მიაღწია თვეში თუ 2 თვეში რაღაცა ეგეთი იყო, ხო? ანუ ეუნები რომ ესეთი და ესეთი საიტი მინდა და გიწერს? ხო, ანუ კოდის მაგივრად ელაპარაკები რა რეალურად და ის გიკეთებს საიტს, ვებგვერდს, აპლიკაციას რა. და ეხა ეგ არის დანიური თუ სადა რაღაც ევროპული შვედური რაღაცა. მოკლედ არა სილიკონ ველური ყოველ შემთხვევაში რა, ევროპული. ტექნოლოგიური IKEA გააკეთეს? შენ თვითონ გააკეთე ვებსაიტი ლოგიკით, ხო? ნუ, ისე და სხვა რა. ეგრე გამოდის რა. ბრიფს და მაგვიმართულებას ახალი სახელიც დაარქვეს, ხა, vibe coding. Vibe coding ქვია. როგორი? Vibe coding. ეხლა რომ მოვდიოდი ამ Diary of CEO-ს ყავდა ვიღაც სტუმარი და ზუსტად მაგრილი შემომხვდა რომ $500 რომ მოგცე რას გააკეთებდიო და $100 როგორც მინიმუმ vibe coding-ს ვისწავლიდიო, იმიტომ რომ მე ო, ის ახალგაზრდა ბიჭი რო ყავდა ვიღაც ქერათმიანი, ხო? კი, ხო და არ არის ცუდი წყარო, ცუდი ცოდნა არ არის vibe coding-ი, იმიტომ რომ ისიც მაგას იძახის და მეც მაგის იმჯერა რა, რომ ანუ ყველა არ დაიწყებს მაგის კეთებას, ყველას მოუნდება მე ვიღაცა ვინც მაგას გაუკეთებს რა. მაგასაც ცოდნა უნდა, ხო? ხო და შენ თუ ისწავლი vibe coding-ს, შენ მოთხოვნადი პროდუქტის კეთებას ანუ ისწავლი vibe coding-ს ნიშნავს რომ ვერბალურად სწორ პრომპტს მიცემ? მაგას ნიშნავს? კი, prompt engineering-ი ცალკე მიმართულებაა რა, prompt engineering-ი. მაგის გარდა ხო, prompt რაც უფრო სწორად ელაპარაკები GPT-ს, მით უფრო უკეთეს პასუხებს გაძლევს. ჯერჯერობით ამ vibe coding-ს კიდე უჭირს ამ სერვერების ინფრასტრუქტურაში მიღმა და მასშტაბირებადი იმის შექმნა რა. გააკეთებს კი ამ საიტს, მაგრამ შეიძლება 10 user-ზე გათვლილი იყოს მარტივად რო თქვა ან აპლიკაციას. ეს რომ მასშტაბირებადი გახადო და ისეთი რომ ბევრ მოხმარებელს გაუძლოს იქ user management-ი სწორად კონდეს და ეს ყველაფერი მე შენ მარტო, მან მაინც ჩართულობა პროფესიონალი სჭირდება. ყველა ვარიანტში რომ დაწუნებული აქამდე მასე უკვე დიდი კორპორაციების დაიწყებდნენ მე vibe coding-ით თავიანთი აპლიკაციების წერას. მაგაში კი უბრალოდ სტარტაპისთვის ალბათ ძალიან კარგი დასაწყისია, როგორც minimum viable product-ის შექმნისთვის, როგორც minimum ძალიან კარგი საშუალება არის, რომ დატესტო მუშაობს თუ არა შენი იდეა, პროტოტიპი გააკეთო და რეალურ მომხმარებელზე თუ 10-ზე და ან 20-ისგან ტესტიმონიალი აიღო, ანუ უკავშირი აიღო, რამდენად მოეწონა. ანუ რეალურად მიკროებისთვის, მცირე დასახლებებში მიკროებისთვის, რა ვიცი, ყველაფერი ციფრულზეა გადასული ხა, რაღაც პატარა პირობითად, პატარა დაბაში
სურსათის მაღაზიის საიტი რო გააკეთო და ციფრული ყიდვის შესაძლებლობა რომ მიცე თანა დაბელს, მაგისთვის იდეალურია ხა რაც მოყევით. არა, ხო, მაგრამ მაგის გარდა წავედით მანგლისში განცდა გამიშთა. ანუ მაგის გარდა შენ თუ გააქვს დიდი აპლიკაციის იდეა, რომელიც უნდა გაკიდო 200 მილიონ მომხმარებელზე და გასაკეთებელი პროტოტიპი, რომელიც უნდა წარუდგინო ინვესტორს და ანახო რომ ეს მუშაობს და თუ მომცემ 5 მილიონს მე ამის მასშტაბირებაში მე ვაგერ მყავს CTO და კოდი ის დამეხმარება ნაბიჯ ნაგადმული გაქვს და ზიხარ სახში და აპლიკაციას აკეთებ და არც კოდინგი იცი და გჭირდება რომ აგერ გავლილი გვაქვს მე ვენროლში ეგზა და ამას უამრავჯერ და ვაუ აპლიკაციის წერა იყო დრო რომ და რავი ეხაც დღემდე ძვირიჯდება არ არის მოკლედ ყველა ის სტარტაპი რომ ეს ვაი ჩვენ აპლიკაციას დავწერთ და ამას გავაკეთებთ სულ ის მახდება ხოლმე რომ აი აპლიკაციის წერას რო შევდგებით მე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ნუ არ არის რა აპლიკაციის წერა მარტივი საქმე რა ხო არა ეგ გამოცდილება მედიაში ირიბი და უარყოფითი მეც მაქვს მაგრამ ნუ კარგად თუ როცა ჩაუგვიძდები აკეთებენ კარგადაც აკეთებენ რა რთული ადვილი არ არის ხო ისეთი აპლიკაცია რომელიც გახდის შენ პროდუქტს ანუ თუ შენი ქორი არის აპლიკაცია ანუ შენი ბიზნესი თუ არის აპლიკაცია ის აპლიკაცია აი რავი დავწერ აპლიკაციას და გაკეთდება აი არ არის ეგრე რა იმიტომ რომ ის არის ყველაფერი საბოლოო ჯამში თან ის მერე რომ ბევრმა გამოიყენოს ნახე მიხედე რა Spotify არის აპლიკაცია რეალურად გარდა იმისა რომ გარდა ბევრი სხვა რაღაცის რას აკეთებენ Spotify-ის აპლიკაცია რო არ იყოს ეგეთი ადვილად მოსახმარი და Spotify-ის აპლიკაცია რო არ იყოს შენი საუკეთესო მეგობარი საცობში იმიტომ რომ მანქანიდან სამართავი არის და ეგ რო არ კონდეს ვერ აიღებდა ამ მომხმარებელთა ბაზას რა ანუ რაც არ უნდა მუსიკა ჩამითვიდოს მე Spotify-ին თუ მე Spotify-ის მოხმარება მიჭირს იქ სადაც მჭირდება ვერ და მაგას დიდი რესურსი ჭირდება რა Netflix-ი შენ არ ვიცი შედგინარებით თუ არა HBO Max-ი და Netflix-ი აპლიკაცია ტელევიზორში ერთი და იგივეა არ არის ერთი და იგივე რა Netflix-ი ჯობია Netflix-ი არის უფრო ადვილად მოსახმარი აპლიკაცია ვიდრე იმიტომაც იყიდეს მე HBO ზუსტად მაგას ეგრე მაგად მიუხედავად ზუსტად ანუ კონტენტი კი რა თქმა უნდა ქორზე ქორი არის მაგრამ ამავდროულად თუ შენი იუზერი უფრო კარგად არ გზნობს შენი აპლიკაციის მოხმარებაში გაგიჭირდება მარტო კონტენტით გასვლა თქო და ეგეთი აპლიკაციის წერა კიდე ეგეთი მარტივი რო იყოს HBO-საც ეგეთივე იქნებოდა რა ანუ არ იქნებოდა უფრო ცუდად ხო არ ვიცი ხა დეტალურად არ შემიდარებია მაგრამ რო ჩავრთე ვა ეს ხო ნანახი მაქვს ხო პირველი გადახვევა ეს ფუნქცია როგორი რაღაცები სხვა არის ხო პაუზა ისა ეპიზოდის არჩევა ანუ აი შეიძლება სხვადასხვა სეგმენტზე აქვს თავიდანვე მორგებული და არა მოუგო ხო Netflix-მა HBO-ს ხა საბოლოო ჯამში ეგ ბრძოლა რა სტრიმინგის ბრძოლა მოუგო და იქ კიდევაც და ეგ ისე რა ხდება ეხა მან რა გიგანტზე ვარ ხდება და ჯერო არ ვერტიარდი სუხდი და არაო Netflix-მა როგორ არამაუნტი შემოხტა მაგ დავაში რო ჩვენ ასერტს გადავიხდი 100 არა ის ხო 88 მილიარდს იხდის Netflix-ი HBO-ში კი არა Warner Brothers-ში თავის HBO-იან ყველაფრიანა და announcement-ია გაკეთებული რა დრო შემოხტო მაგრამ და კანონით ვალდებული იყო Warner Brothers-ის ბორდი რომ განეხილა ეგ წინადადება იმიტომ რომ ინვესტორის ინტერესი უნდა და რაქნეს მე უარი თქვა Warner Brothers-ის ბორდმა რატო არ ვიცი ეგ მაგამდე აღარ ჩავსვლა მაგრამ უარი თქვა Warner Brothers-ის ბორდმა და Netflix მიყვებიან Netflix-ი კიდე პირობადა რომ დედას გეფიცებით რომ კინოთეატრებიდან აწამოვიღებთო რაღაცა კინოებსო იმიტომ რომ მთელი ფასეულობა Warner Brothers-ის ეგ არისო და იმიტომ რომ მომხმარებლებს შეეშინდათ რომ ყველაფერი სტრიმინგზე წავიდოდა და კინოთეატრები მოკვდებოდა. ისე რა მაგარი ისტორიაა რომ ბლოკბასტერმა უარი უთხრა Netflix-მა მერე ეს გზა არჩია და ეხლა Netflix-მა იყიდა სოფლიო პროდაქშენის გიგანტი Warner Brothers-ი просто. რა საოცარი არის რა. დაუბრუნდეთ ბედნიერებას? დაუბრუნდეთ. ვილაპარაკეთ ბედნიერებაზე ისე იდეაში. მაშინ სად უბრუნდებით ვილაპარაკეთ? იცი რა არის სიბზნე არის გესმოდეს შენი ქმედებების გზელვადიანი შედეგებიო მაგაზე იცი რა გამახსენდა რეი დალიოს მეორე და მესამე რიგის შედეგები გამახსენებია მაგრამ კარგად გამახსენდა დალიოს პრინციპები კი ვიცი კაი ისიც აქვს მულტფილმი ძალიან მაგარი ხო და მან დააკეთეთ რასაც რომ შენ გადაწყვეტ ყოველთვის გესმოდეს რომ შენი გადაწყვეტილებების მეორე და მესამე ხარისხის შედეგებიო და ეგ ძალიან მომწონს ეგ პრინციპი იმიტომ რომ მე ხშირად გავამიყენებია პატარა აპლიკაციები ხშირად გავამიყენებია რა მაგალითად ნებისმიერი
ხარჯის გაწევა ორგანიზაციაში ან ხელფასის მატება ან რაიმე ტიპის თანამშრომლის წახალისებას აუცილებლად აქვს მეორე და მესამე რიგის პატარა დომინო ყველას აქვს. ხო და მაგაზე თუ არ ფიქრობ იმ გადაწყვეტილების არა, მიღების მე დროს რისკი იმისა რომ მომწონს მაგრად ძალიან წაიმტრიო ცხვირი არის ძალიან დიდი და შესაძლოა ყველა ქმედებას უკმედება ან შემდეგ ქმედება მოსდევს. კიდე ეგ პრინციპი არის რა რომ შენი გადაწყვეტილებების მეორე და მესამე ხარისხს და ამ ეხლა რატო ამას დამიკავშირა ნავალის გზელვადიანი შედეგიც ეგ არის რა მეორე და მესამე რიგის შედეგი და სიბზნე ეგ არის რა ოგი არა, კარგად ეს არის. ბრძენო ძამიკო. კარგად დანახულია. ესე არ შემიხედავს. მაგამბისთვის. ეხლა მე რამინდა ერთი ბოლო თემა რაც მინდა, იმიტომ რომ ნავალი აწובה ხშირად. სულ აი როგორც კი შთაგონება მოგივა, იმ წუთშივე დაიწყე მაგის კეთებაო, იმიტომ რომ შთაგონება არის წარმავალე და იმოქმედე მყისიერად. ხო და შენ შემთხვევაში და გამოცდილებით როგორ არის რა, იმიტომ რომ შენ უფრო მეტად ეგეთ კარიერაში ხარ რომ გეტყვი იმოქმედე რა არის გააჩნია რა შთაგონება მოგივა მაგრამ მოქმედებას მე მივათვლი იმას რომ ამ შთაგონებაზე ბევრი იფიქრო და ბევრი მხრიდან შეხედო რა მე არ ვთვლი რომ მოქმედება არის რომ გადახვიდე და ეგრევე რაღაცა კეთება დაიწყო და აპლიკაციის წერა რა მაგამდე მე ვფიქრობ რომ ეს შთაგონება რომ მოგივა ამაზე ფიქრი და ბევრი კუთხიდან შეხედვაც არის მოქმედება რა. მეც ეგრე მგონია, ხო, თუდაც ჩაწერა არ გამოტოვა, არ გადადო ჩაწერე. რაღაცა გაათასქი ხვალ. იმიტომ რომ ბევრ შეიძლება მოქმედება ესმოდეს, რომ აი რაღაცა იდეა მინდა და წავედი ეგრევე რაღაცა ვიყიდე ისე რა ქვია, ჩაკუჩი და დავიწყე გამოტლა ხო, რაღაც აპლიკაციის წერა რა. მე ვფიქრობ, რომ აი მაგაზე ბევრი საუბარი თუნდაც შენ მეგობრებთან აზრის მოკვლევა, მე იდეის ვალიდაცია ბევრად ღირებულია და სწორი გზა არის რა. მეორე მესამე რანგის შედეგების დაფიქრება, გააზრება და როგორ აბალანსებ, ან როგორ თვლი რომ უნდა დააბალანსოს ადამიანმა იქ ამბავი და არ ჩაითრიოს პერფექციონიზმი, რა, ამიტომ რომ ამავდროულად ხშირად მესმის და პირად გამოცდილებაშიც ბევრად უფრო ჩქარა წავსულ ვარ წინ, როდესაც მინი ექსპერიმენტი როგორც მინიმუმ მიკეთებია და იმიტომ რომ უკავშირს ეგრე უფრო ეფექტურად და ჩქარა იებ რა, ანუ საბოლოო ჯამში ეს იმუშავებს თუ არ იმუშავებს, ყველაზე კარგი ტესტი არის რომ ეგ უკვე მეორე ნაბიჯია. ხო, გადადი მოქმედებაზე ჩემთვის არის რომ რაღაც იდეა მოგივიდა და ამ იდეას უპოვო როგორც ცუდი, ასევე კარგი და რაღაც ატრიალო შენს თავში სხვებსაც დაეკითხო და მე უკვე ის წეღანას ვსაუბრობ ლავებლი ან რაღაც მსგავსი იმითი შექმნა და ვიზუალურად აჩვენო სხვას ხო და მაკედან გახვიდე უკვე უფრო მეტად ვალიდაციაზე რა ეგ იცი რა არის ნავალზე ბევრად უფრო საინტერესოდ შეიძლება სხვა სტარტაპერებსაც კონდეთ ეგ რა რომ აი რა არის ზუსტად გზა იდეის გენერაციიდან რეალურ მოხმარებელზე გასვლამდე რა ამ წიგნში ეგ ნაკლებად არის უფრო ესეთ სტრატეგიული ფიქრები მაგრამ თუ გვინდა იმაზე ვისაუბროთ რომ აი იდეის გენერაციიდან მოხმარებლის გასვლამდე რა გზები უნდა გაიარო ანუ უამრავი ის არის და აი მაგალითად ლინ სტარტაპი არის ერთ-ერთი. კი, ვიცი, კარგია მაგაზე მიჩნდეს და გადმოწერილი მაქვს მინდა წავიდე. ძალიან კარგი. შენი გამოცდილება როგორი არის რა იდეის გენერირება და მომხმარებლამდე რა რაღაცნაირი ჩარჩონა ბიჯები უნდა გადადგა იმისთვის რომ ეს გზა იყოს ნაკლებად დამაზიანებელი. შეცდომები ალბათ მანდაც იქნება, მაგრამ ნაკლებად ჭანჭყარი რა იქნება. არელოდო ალბათ საუკეთესო ვერსიას შენი პროდუქტის, ანუ იქ რომ მიხვალ უკვე რომ ხალხამდე გინდა მიიტანო და რეალურად ვისთვისაც გათვლილი, ეგ ძალიან მალე უნდა ამოიცნო, ანუ ის პერსონა, რომ ვისთვის ქმნიან პროდუქტს და ამ პერსონიდან იდეალური მომხმარებლის რაღაც კატეგორია შექმნა, იმას მოარგო შენი აპლიკაცია, მაგრამ აპლიკაცია იქნება თუ რავი ნებისმიერი პროდუქტი და არ გააკეთო ის იდეალური და მათზე გააკეთე პირველი აქცენტი, თუ ნახავ რომ მოდის რაღაც ინტერესი, მერე უნდა გადახვიდე ამის უკვე დახვეწაზე და რაღაც პერფექციონიზმზე, თუ ამას უკვე მე სხვებიც მოიხმარეთ, ხო? მან დაინახა უკვე რომ რამდენად ღირს ამ იდეის გაგრძელება. კიდე ნუ ბევრი ისინი არსებობს, ხო, შეცდომები, რასაც მანდ უშვებენ და მაგების არიდებაც შეიძლება. მაგალითად
არ დახარჯო ძალიან დიდი დრო რაღაცა უაზრო კვლევებში რა. აი შეიძლება ეს market research კომპანია დაიქირა, აი იდეა არ დახარჯო დიდი რესურსი, თქვათ აი ლოგოს და ბრენდინგის კეთებაზე, რომელიც ბევრს შეიძლება ჩვენ კორპორატიულ წამოსულიდან აქვს, რომ რაღაც ბრენდინგის თიმი დავიქიროთ ძალიან მაგარი და აი ფერი რომელიც ლოგოზე უნდა იყოს რაღაც ემოციურად ასოცირდებოდეს, აი ეგეთი რაღაც საბოლოო ჯამში ბაზარი გიკარნახებს რა. და მოგარტყავს სახეში, შეიძლება ეს ფერიც თავზე დაგაღვაროს და მიხვდები რომ ხო აი რა იქით წაგიყვან საბოლოო ჯამში რას ბაზარი ითხოვს რა. შვენი. ხო არა ეს მე შემეხმიანა ეს ბრენდინგის მაგ კომპონენტზე ჯერ უნდა დათქმა გავაკეთო ბოლო 3 თვეში მე ძალიან გავარკვიე ბრენდინგში იმიტომ რომ ორი საოცარი სტუმარი ყავდა ბრენდინგის სპეციალისტი და ლოგოს აღარ ეძახი ბრენდინგს ხო ლოგოს აღარ ვეძახი ბრენდინგს უკვე ხვდები რომ ცოტა უფრო დიდია ვიდრე ლოგო ხო და მეც ეგ განცდა მაქვს რა რომ ძალიან ნუ იმიტომ რომ ეგეთი გამოცდილება მაქვს რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ რა ფერი იყოს კუთხე მრგვალი კონდეს წვეტიანი და ამ ხალხთან საუბრისას ერთი ძალიან კარგი რამე გავიგე რა რომ ეს ხალხი მაგას არ ეძახის ბრენდინგს რა უბრალოდ ეს ხალხი გვეუბნება რომ დღეს უკვე იმხელა კონკურენცია რომ სხვა აღარ დაგვრჩენია მაგ წვეტებზე სიმრგვალეებზე და ფერებზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი რა და ეგ არგუმენტი მივიღე იდეაში რა მაგრამ ძირითადად ბრენდინგი მთავარი ნაწილი ბრენდინგის რაც არის ემოცია ხო ეგ ხო ზუსტად მაგას კი მაგას ძალიან ასოცირდები რა რეპუტაცია გვინახა რა დიდი პრომისი ძალიან მაყოფილი ვარ ამ ჩემი კურსით ბრენდინგში რაც ბოლოს მომენტში გავიარე შენი ქმედებები განაპირობებს შენ ბრენდინგის ფილოსოფიას რა გაბო ჯერ ტრადიცია გვაქვს ჩვენ რა რომ სტუმარს ვიკითხებით აი ამ ფორმატში რომელი წიგნზე საუბარი მოგეწონებოდა რომ მოგესმინა და ვინ მოგინდებოდა სახელი გვარი არ არის აუცილებელი მაგრამ აი რა ტიპის ადამიანი მოგინდებოდა სტუმრის სკამში რომ მჯდარიყო აი ეს სტუმრის როლში მომეწონებოდა ალბათ ადამიანი რომელსაც გაუკეთებია რაღაცა ნულიდან დღესაც ვიცით ეგ პროდუქტი, მაგრამ არ ვიცით რატომ არ არის ის მასშტაბური და აი რას გულისხმობ გეტყვი რა. აი ონიაშვილის ლობიანი რატო არ არის ქსელი. აი ეგეთი ტიპების ისტორიები მაინტერესებს რომ შენ თუ ეხა იმასაც იტყვი რა წიგზე ვისაუბრო ონიაშვილის ლობიანის გამომწყობთან ქსელთან აი გო ხელებს ალ ყველაფერს არა მაგასთან უნდა ისაუბრო ხო მაგრამ ნახე რას გულისხმობ იცი რა წიგნი აი დაფეილებული ისტორიები აი როგორი დამაინტერესებდა მაგრა რა პირადი გამოცდილებიდან რაღაც წარმატებას რომ მიაღწია მაგრამ აი მასშტაბირება ვერ ახერხა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგრა შეეძლო რა აი ეგეთი მაგალითების მოსმენა იქნება საინტერესო და გამახსენდა. რა წიგნი მოუხდება მაგას? მაგას რა წიგნი მოუხდება? ხო, ეგ უფრო კაი კითხვა, ანუ რა წიგნი მოუხდება ეგეთ ისტორიას? ეგეთ ისტორიას მოუხდება ანუ წიგთან ერთად რო განიხილოთ, ხო? ჩვენ იდეა რა არის ფორმატის, ნახე, ანუ წიგნი ჩვენ ალაგ-ალაგ მივეკეთ, მოვეკითხეთ რა, სალარი აუცილებლად რომ წიგნი გავარჩიოთ რა, მაგრამ იდეა თუ არის თვალზე ვიძახი ამისი დოვლათის და ბედნიერების შექმნა, სტუმართან ვლაპარაკობ დოვლათზე და ბედნიერებაზე რა. თუ რაღაც 0-დან 1-მდე წიგნს რო გავივლი, ვლაპარაკობთ რაღაცა 0-დან 1-მდე რაღაცა. მესმის, კი, უყურებ შენ პოდკასტებს, ვიცი. ვიცი ხო. ალბათ თუ შემოიტანთ ამ ფორმატში, აი დღესაც კითხე, რომ მარტო თვითგანვითარების ის წიგნები უნდა იყოს, საინტერესო იქნებოდა ეგეთ ტიპთან საუბარი, აი ბიოგრაფიულ წიგნებზე. მაგალითად? მაგალითად, პირიქით 0-დან ვინ გახდა, ასე ვთქვათ, პოპულარული და ვინ შეძლო წარმატების მისცა, აი ჰენრი ფორდის მაგნატი ხო ხალხისთვის ჰენრი ფორდის მაგნატი ხალხის სიტყვაზე რა. საინტერესო. და აი იმ რამხელა რაღაც მიაღწია და თქვათ ადამიანი რომელმასაც შეეძლო რომ შედარებით გაეკეთებინა და ვერ გააკეთა რა. ოკეი. საინტერესო. მადლობა. მადლობა დიდი.
მე ვისარგებლებ და ბოლოსკენ მოგილოცავთ თქვენთან დამდგარ ახალწელს და თუ დამდეს გილოცავ შენ გაბო და მადლობა. მეც გილოცავ. ეხლა მაგარი მოიყვანე ახლა. ხო, ეს მაგარი მოიყვანა. გილოცავთ. მადლობა. მაყურებლებსაც, ფრენდებლებსაც. დიდი მადლობა. ავიშალეთ.